დაუშვათ, რომ გაქვთ რაღაც ძალიან მძიმე გენეტიკური დაავადება, ან ხართ ამ დაავადების მატარებელი და ძალიან გეშინიათ, რომ დაავადება არ შეხვდეს თქვენ შვილსაც. ამ დაგვარი მუტაცია ხელოვნურად შეიყვანა. იმებრენა დაიბადა ტყუპი, ორი ტყუპი გოგონა, დაარქვეს ნანა და ლულუ. და თქვა რომ ბავშვები ჯანმრთელები არიანო. ეხლა სად არის კაცი? ხო არ იცი? ეხლა არ ვიცი სად არის, მაგრამ აუგზავნა ესე ციხეში და 3 წელი. აი მის ადგილას რო ყოფილიყავი ამ ექსპერიმენტს ჩაატარებდი. მე ჩავატარებდი. 3 მილიარდ ასოში ერთი არის ამოვარდნილი და აი იმ ერთს გავასწორებთ. რატო ხდება? რატო ხდება? ნუ ახლა შეიძლება გაგიკვირდეს, მაგრამ ამის პასუხი არის დარვინიზმი. აი მე განმოდიფიცირებული პროდუქტები როგორ შეიძლება ეს ვჭამოთ? ჩვენში გულისხმობთ აი ბიჭები შენ მე ვიკასად არის ვიკა ყველანი ვარ განმოდიფიცირებულები. ექსპერიმენტი არის კითხვა, რომელსაც შენ უსვამ ბუნებას. შეგიძლია შეუკვეთო, როგორი შვილი გინდა? აი მე მინდა მაღალი, ცისფერ თვალება, ქერათმიანი. ხო, ანუ ეს ხო შესაძლებელია. ასე შეგიძლია ხელოვნურად ჩართო გამორთო, რომელიც მოვირ. კარგი გენი ჩართო, უცუდი გენი გამორთო. ასეთივე სიმძლავრის პანდემია, ბაქტერიული ან ვირუსული ან რაღაცა კიდე სხვა, თავსები შესაძლებელია. ორი პროფესია აქვს, არის მფრინავი და არის ეხ როგორი მეცნიერია, აქაც ძალიან კარგად გამოჩნდა. ეს ამოჭერით. მოგესალმებით, ეს არის საერთაშორისო აქცენტები, მე ეკა კვესიტაძე ვარ. ეს გადაცემა დავიწყოთ ერთი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კითხვით. დაუშვათ, რომ გაქვთ რაღაც ძალიან მძიმე გენეტიკური დაავადება, ან ხართ ამ დაავადების მატარებელი და ძალიან გეშინიათ, რომ დაავადება არ შეხვდეს თქვენ შვილსაც, ამის გამო თავსაც კი იკავებთ ბავშვის გაჩენისგან. ამ შემთხვევაში დაუშვებდით თუ არა იმას, რომ ბავშვის დაბადებამდე მოხდეს ემბრიონზე ჩარევა, ბავშვის გენის მოდიფიცირება ისე, რომ არც მას შეხვდეს ეს დაავადება და არც მის შთამომავლობას. ეს არის ძალიან საინტერესო კითხვა და ამ კითხვაზე პასუხებს ველოდებით კომენტარებში თქვენგან. თუ ფიქრობთ, რომ ეს მომავლის საქმეა და ჯერჯერობით ასეთი რამ შეუძლებელია, ცდებით, რადგან ასეთი რამ უკვე მოხდა 2018 წელს ჩინელმა მეცნიერმა განაცხადა, რომ მან მოახდინა ემბრიონზე ჩარევა და გენის მოდიფიცირება ისე, რომ ბავშვები გამხდარიყვნენ რეზისტენტულები შიცის ვირუსის მიმართ, რადგან მამა იყო ვირუსის მატარებელი. მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია გახდა ცნობილი, ატყდა დიდი ამბავი, მათ შორის სამეცნიერო საზოგადოებაში, ამ მეცნიერს დააბრალეს, რომ ის ეთიკის წინააღმდეგ წავიდა, არ იყო დაუშვებელი იყო მისი ქმედება, ამიტომ ციხეში ჩასვეს 3 წლით და რაღაცა სამეცნიერო საზოგადოებას მოწყდა ეს კაცი. მოკლედ, დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ იმ წარმოუდგენლად დიდ შესაძლებლობებზე, რომელსაც ბიოინჟინერია ფლობს და რასაკვირველია ეს ყველაფერი ხდება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. ჩვენ ერთ-ერთ ჩვენს გადაცემაში ვილაპარაკეთ ხელოვნურ ინტელექტზე, იმ ახალ შესაძლებლობებზე და საფრთხეებზე, რომელიც ხელოვნური ინტელექტიდან მოდის და ამ საუბარს ჩვენ კიდევ აუცილებლად გავაგრძელებთ. სანდრო შარაშეინძესთან, როდესაც ის ამერიკიდან დაბრუნდება, რადგან ამ გადაცემას ჰქონდა ძალიან დიდი გამოხმაურება და შესაბამისად უამრავი კითხვა დარჩა, რომ რა კითხვებზე ჩვენ გვინდა რომ პასუხები გავცეთ. მაგრამ დღეს ვილაპარაკებთ კიდე ერთ უზარმაზარ რევოლუციაზე, რომელიც ხდება ბიოლოგიაში. ბიოლოგია ძალიან დაჭკვიანდა და იმდენად დაჭკვიანდა, რომ ის პროცესები, რომელიც საუკუნეების განმავლობაში, მილიონობით წლების განმავლობაში ევოლუციას ექვემდებარებოდა, ეხლა შეიძლება ადამიანმა ძალიან მოკლე ხანში განახორციელოს ეს ხელოვნური ჩარევით. მაგრამ აქ შემოდის რასაკვირველია ეთიკის საკითხები, თუმცა ეთიკის მიღმა ახალი მიღწევები ბიოტექნოლოგიებში ზრდის შანსებს, რომ განიკურნონ ადამიანები განუკურნებელი სენისგან, რომ გენეტიკური დაავადებები აღარ იყოს და ასე შემდეგ. მოკლედ, დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც დარწმუნებული ვარ, ყველას გაინტერესებთ, მიუხედავად იმისა, რომ თემა საკმაოდ რთულია.
მაგრამ ყავს სტუმარი, რომელიც შეეცდება რომ ხალხური ენით გველაპარაკოს ამ თემაზე და მე სიამოვნებით წარმოგიდგენ ცოტნე ჯავახიშვილს, ცოტნე უკვე ძალიან ბევრი წელია ამერიკაში ცხოვრობს, ის იყო სკრიფსის კვლევითი ინსტიტუტის ბიოინჟინერიის დეპარტამენტის მეცნიერი და სკრიფსის კვლევითი ინსტიტუტი არის ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წამყვანი ინსტიტუტი და დღეს ის არის ჩვენთან საქართველოში უფრო ხშირად ჩამოდის ბოლო პერიოდში და მე მგონი აქაც აპირებს რაღაცა ძალიან საინტერესო საქმის წამოწყებას, რაზედაც ვილაპარაკებთ და ასევე დღეს მინდა შევეხო გენმოდიფიცირებულ პროდუქტებსაც, იმიტომ რომ მე მახსოვს და დღემდე ესე ვიყავი სანამ ამ თემაზე წავიკითხავდი, რომ აი მე გენმოდიფიცირებული პროდუქტები როგორ შეიძლება ეს ვჭამოთ, ეს ხო ჩვენი ჯანმრთელობისთვის საშიშია და ასე შემდეგ, ანუ მეც ვიყავი მითების ტყვე, რომლის ტყვე არის უამრავი ადამიანი და სწორედ ამ მითებზეც ვილაპარაკებთ და იმაზეც ვილაპარაკებთ თუ ზოგჯერ როგორ ჯაბნის მეცნიერება შეთქმულების თეორიები, როგორ უფრო სწრაფად ვრცელდება და როგორ ეწინააღმდეგება საზოგადოება ამ შეთქმულების თეორიებით შთაგონებულები მეცნიერულ წინსვლას. მოკლედ ძალიან ბევრ საინტერესო თემაზე ვილაპარაკებთ, იმედია. ცოტნე მოგესალმები, მადლობა რომ ხართ ჩემთან ერთად. მე და ცოტნე ვიცნობთ ერთმანეთს უკვე 2003 წლიდან, ხო, ბევრი წელია და თამაში როდესაც გავიცანი, უფრო ჩემ ცხოვრებაში შემოვიდა როგორც ჩემი მფრინავი მეგობარი, ვიდრე ბიოლოგი. მოკლედ ცოტა მფრინავიც არის და არის ინსტრუქტორი და ამასთან დაკავშირებით ერთი ძალიან საინტერესო ისტორია აქვს, რომელიც დაკავშირებულია 9/11-ს და ამას გადაცემის ბოლოს მოგვიყვება. ყავს ნანახი პირადად ის ადამიანი, რომელმაც ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც ამხელა ტრაგედია მოაწყო 11 სექტემბერს. მოკლედ ამას გადაცემის ბოლოს მანამდე ცოტნე მოდი დავიწყოთ აი რადგან ეს მაგალითი არსებობს ამ ჩინელი მეცნიერის რომლის ახალს და გვარშენ უკეთესად გამოთქვა ვერ გამოთქვა ხო დავიწყოთ იმით თუ აი ბოლო წლების განმავლობაში როგორ ძალიან დიდი ტემპით როგორ განვითარდა ბიოტექნოლოგიები და CRISPR-ი რა არის ყველაზე როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა, რომლითაც შესაძლებელია გენის მოდიფიცირება. ბიოტექნოლოგიის განვითარება, როგორ ვთქვა, საერთოდ მთლიანი პროგრესი რო ავიღოთ, იმის ერთ-ერთი ნაწილია და ყველაფერთან ერთად 90-იან წლებში იყო, ასე ვთქვათ, მისი ბუმი მოხდა და აქ ესეთი სპეციფიკური რამდენიმე ასეთი მომენტია, რომ ბიოტექს განსხვავებით ვთქვათ უნივერსიტეტები და აკადემიური სექტორი ბევრად დიდი მაღალი ხარისხი ჰქონდა თავისუფლების, ასე ვთქვათ, აზროვნებისაც, დაგეგმისაც და რაღაც გაკეთებისაც, იმიტომ რომ არანაირად არ რეგულირდებოდა. რეგულირება იწყებოდა მას შემდეგ, რაც ვთქვათ ბიოტექნოლოგია, რომელიღაც კომპანია, ვთქვათ, ან ინსტიტუტი, ვთქვათ, რაღაცა წამლის კანდიდატს შექმნიდა და იქ უნდა FDA-ის სფეროში გადასულიყო და იქ უკვე ეს ვთქვათ არსებული გაიდლაინები და შეზღუდვები და მოთხოვნები შემოდიოდა დღის წესრიგში, ასე ვთქვათ, თორემ მანამდე თვითონ კვლევები იყო ბევრად უფრო ფართო, ვიდრე აკადემიურ სექტორში. აქ მოხდა კიდევ საინტერესო რამე, რომ აი ვთქვათ, განსხვავებით გრანტებისგან, ხო, ბიოტექი უფრო ინვესტორებისგან იღებდა ფულს და გრანტებს რო შეხედო, ესე ბევრი მთხოვნელია ერთი გრანტორის მიმართ. ხო, აქ კიდე პირიქით იყო. აი პატარა კომპანიებთანაც კი, რომელიც აქვეყნებდნენ თავიანთ რაღაც შეხედულებებს ან ინტელექტუალურ საკუთრებას, იქ რამდენიმე ინვესტორი მოდიოდა. ანუ იმათ შორის იყო კონკურენცია და რაც თავარი აკადემიიდან ხალხი გადაბარგდა ბიოტექის სექტორში, უბრალოდ იმიტომ რომ ისინი ბევრად მეტ ფულს იხდიდნენ, ვიდრე თქვათ უნივერსიტეტები და ინსტიტუტები და ახალგაზრდებიც ეს ამ ანუ სტარტაპები იყო, ხო, რომელიც ახალ კვლევებს და სტარტაპების ბორდებზე მოხვდნენ, ასე ვთქვათ, ცნობილი მეცნიერები და ასე შემდეგ და ახალგაზრდების იმის ვთქვათ ანდერგრადები რომ ამთავრებდნენ უნივერსიტეტს, ვთქვათ, აი პოსტდოკის მაგივრად მოდიოდნენ ბიოტექში, იმიტომ რომ იქაც ორჯერ სამჯერ მაღალი იყო ხელფასი და მოხდა ასე ვთქვათ, აი ცოდნის გამოცდილების და ახალგაზრდული ენერგიის ასეთი შეზავება და ამას შედეგი მოიტანა. განვითარდა ძალიან სწრაფად, არაფერი მოულოდნელი და განსაკუთრებული არ ყოფილა, ისევე როგორც ვთქვათ, ნებისმიერი კომპიუტერები გავიხსენოთ, ტელეფონები, ხო რაღაც აი ამ დაგვარი ნახტომებით და პროგრესით მიდიოდა. პარალელურად მიდიოდა საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ბიოტექის განვითარებაც. ხო, რა თქმა უნდა, იმის გარეშე ვერ განვითარდებოდა, ისე როგორც აი სუბოლო დროინდელი ტალღა ხელოვნური ინტელექტის გარეშე ვერ. უბრალოდ იმიტომ, რომ ინფორმაცია იმოდენაა, რომ ადამიანს თავისი უნარების, რაც არ უნდა გენიოსი იყოს, უბრალოდ ვერ მიწვდები ამდენს, ხო? აი მაგალითად, რაღაცა წამლის გამოცდა მიდის და
180 მილიარდი კანდიდატის სკრინინგი ხდება, ასე ვთქვათ, გამოცდა. ეხლა ამას ცხადია ვერანაირი მანქანა და პროგრამა ვერ გააკეთებს, თუ კი არ იქნა იქ რაღაცა განსაკუთრებული რაღაც ალგორითმების თელი სერია და ეს არის სწორედ ხელოვნური ინტელექტი. და CRISPR-იც ამან მოიტანა, ასე ვთქვათ, უბრალოდ CRISPR აღმოჩენილი იყო დიდი ხნის წინ, იცოდნენ, მაგრამ ვერ ინერგებოდა ტექნოლოგიურად, უბრალოდ იმიტომ რომ არ იყო საკმარისი ინფორმაცია მის შესახებ, აი რა იყო და რა უნდა გვეკეთებინა და ეს რა შედეგს მოიტანდა. ანუ აქაც ბუნებრივი გზით მიდის ეს განვითარება, უბრალოდ ეგ არის რომ არსებობს ხალხის ნაწილი, რომელსაც ეჩქარება, ანუ აი უნდა რომ სწრაფად გაკეთდეს ეს ყველაფერი და აი ეგ შემოდის რეგულაციები, ეთიკური შეზღუდვები თუ შეხედულებები და ასე შემდეგ. და ის ამბავი რაც ახსენეს შენ ხო, ჩინეთში ეგ იყო ну ყველაზე გახმაურებული სკანდალი თუმცა რომ ავხსნათ კარგად შეიძლება რაღაც დეტალებში ჩაზრომა იყოს საჭირო ვიცი ხარ რამდენად ხო შედარებით ასე ვთქვათ გასაგებედაზე ხო ანუ CRISPR-ი თავისთავად აბჯერ CRISPR-ი ავხსნათ რა არის რა მოიტანა CRISPR-ი თავისთავად ხო ტექნოლოგია CRISPR-ი საინტერესო იყო იმითი რომ CRISPR-ი რასაც ქვია თვითონ მეცნიერულად რო ვთქვათ ეს არის ბაქტერიების და არქეების ანუ ერთუჯრედიანი ორგანიზმების იმუნური სისტემა რაც ძნელი დასაჯერებელი იყო თავიდან, იმიტომ რომ იმუნური სისტემა რო ნახოთ ჩვენ რამდენაირი უჯრედი და როგორი კომუნიკაცია ამ უჯრედებს შორის, როგორ რეაგირებენ შემოსულ მტერზე თუ მოყვარეზე. მე ხა X სხვანაირი ბაქტერიას როგორ უნდა ქონდეს იმუნური სისტემა. გაიგო რომ აქვს. თუმცა ჩვენზე უკეთესი, ჩვენზე უფრო ადეკვატური. და ეს არის ესე იგი ასეთი უნარი, აი უჯრედის რომ შემოვა რაღაცა პათოგენი, თქვა ვირუსი იქნება ეს თუ რაღაცა ეგრეთ წოდებული ეპისომა თუ პლაზმიდა თუ რაღაც სხვა, ეს უცხო დნმ-ი იცნოს როგორც ასე თქვა შემომსვლელი და ის გაანადგუროს ფიზიკურად. ახლა რთული პროცესია თუ რაღაც ამოჭრა ხდება, მე ეს ეკერება გენომში, იქიდან გამოდის, რაღაც დეტალებში ვერ შევათ, მაგრამ მე აღმოჩნდა რომ ეს სისტემა ძალიან ადვილად შეიძლება გადატანილი იყოს სხვა სახის უჯრედებში. ნუ თქვათ აი ძუძუმწოვრების, ხო? თაგვიცხადია პირველი მოდელი იყო, ვირთხა, მაიმუნი და ნუ ადამიანის გენომში ჩარევა რომ შეიძლება ეს ამ ინფორმაციიდან ჩანს. პლუს აი იგივე ხელოვნური ინტელექტის განვითარებული რაღაც ალგორითმები და პირდაპირ გეუბნებიან რომ ხო აი ეს თუ იცი რომ ეს არის გასასწორებელი, ამის მექანიკა, აგერ არის ასე ვთქვათ ზად და ამის საფუძველი არის კიდევ ის რომ ეს ალბათ ყველა მიცის რომ დნმ ყველგან დნმ-ია, გენეტიკური კოდი უნივერსალურია, რამდენიმე გამონაკლისის გარდა ყველას ერთნაირი გვაქვს და შესაბამისად ის რაც ბაქტერიაში ხდება, შეიძლება მოახდინო ადამიანში, ღორში, სპილოში, პამიდორში და ასე შემდეგ. ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმში, რომელსაც თქვა შეშეგიძლია განვითარების პროცესში რაღაცა ჩაერიოს მანქანის შეკეთება და ვარქვათ ხო ეხლა თუ იცი რა არის გაფუჭებული რა არ უნდა იყოს გაფუჭებული გაასწორებ ხო ან გამოცვლილ ნაწილს ან შეასწორებ და ახლობით იგივეა უბრალოდ როგორც შენ თქვი დაკავშირებულია აი ასეთ პირველ რიგში ეთიკურ და მერე კონსპირაციულ თეორიების მოყვარულების და ასე შემდეგ ესე იგი მოდი აი ამ კაცმა რა ქნა შევეცადოთ ესე ზიანკუი ხო ზედ გამოსათქმელია ამიტომ ასე თქვა პატივიცეთ იმას ანუ იყო წყვილი რომელსაც რაღაცა პრობლემები ჰქონდა სხვა შორის როგორც მე რა ერქვა რამდენიმე ასე წყვილთან ჰქონდა საქმე და 6 თავიდან მე 3 მოვარდა როგორც კანდიდატი 3 დარჩნენ და ბოლოს ერთმა გადაწყვიტა ეხლა აქ იყო ესე იგი იცოდნენ რომ ამას აკეთებდა მაგრამ არ იყვნენ დარწმუნებულები რომ თქვა ეს მოხდებოდა იმპლანტაცია ამ ემბრიონის და დაიბადებოდა ბავშვი ან ბავშვები ხო გააკეთა ის რომ აი ასეთი ერთ-ერთი გენი რომლის პროდუქტი ცილა არის გარკვეული უჯრედების ზედაპირზე ლიმფოციტების რომელსაც HIV ვირუსი იყენებს რომ უჯრედში შეაღწიოს და თავის საქმე გააკეთოს არსებობს ბუნებრივი ასე ვთქვათ მუტაცია ამ გენის რომელსაც ქვია CCR5 სახელი არ აქვს მნიშვნელობა და იმ მუტაციის მატარებლები არიან მდგრადები HIV-ის მიმართ. აბსოლუტურად მდგრადები არ არიან. უბრალოდ მდგრადობა იზრდება მათი. და აი ამ დაგვარი მუტაცია ხელოვნურად შეიყვანა, ესე იგი ბავშვის თავიდან არაფერი ეცოდა ერთ ემბრიონში და მე მოახდინეს ამ ემბრიონის იმპლანტაცია დედის სხეულში. ანუ ეს ხო ინვიტრო ხდებოდა ეს ყველაფერი ხდება გარეთ, ხო, სინჯარის. ისე როგორც
იმიტომ რომ განაყოფიერების დროს ნუ ემბრიონს მაგალითად იღებენ და იქ ბევრი ანალიზი ტარდება, ხო? არსებობს ერთი პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტი, თქვა აი ხო არ არის რომელი ქრომოსომებში რაღაც ანომალია, ხო? დაუნის სინდრომი მაგალითად, თქვა ანომალია, ტრისომია, მონოსომია და შე. ეს წავიდა 1-2 ან გააჩნია როგორ დათვლი, რამდენიმე საფეხურით წინ და ესე თქვა ქირურგიული სიზუსტით იქ რაღაცა შეასწორა. იცი რომ აი ეს გენი CCR5, მისი პროდუქტი იყო იმის მსგავსი, რაც ბუნებრივად ცნობილია, რომ HIV. ეს როგორ ხდება ეგ ტექნიკურად? რაღაცა, ნუ ეხა ეს უნდა შეადგინოს შენ ასეთი როგორ ვთქვათ, RNA-ის და ცილის ეგეთი კომპლექსია და ის შეიყვან და ის თვითონ მიდის იქ და ასწორებს. აჰა. აი დაახლოებით ამის ეხა ვორდში ვთქვათ შეგეშალა რაღაცა 100, ხო? ეხა შეგიძლია ის 100 წაშალო ახალი ჩაწერო. შეგიძლია სიტყვა ამოჭრა და სიტყვა სადღაც გადმოიტანო, ან ჩაბეჭ. ბევრნაირი გზა არის. აქაც დაახლოებით ასეთია, იმიტომ რომ ეს არის გენეტიკური ტექსტი, შენ კითხულობ პირდაპირ, უბრალოდ არაფერი განსაკუთრებული არ არის, როგორც ყველა უცხო ენას, ამასაც ამბანი უნდა იცოდე და ენა უნდა იცოდე. როცა ეს იცი პირდაპირ ასე. ამიტომ ასე ვთქვათ, ეს გადაწყვიტა ამის გაკეთება. ესეთი ემბრიონში გაასწორა, მოახდინეს ემბრიონ, როგორც მე ყვება თვითონ ნოემბერში, თებერვალში მოხდა ბავშვები ახალდაბადებული იყვნენ. იმ ემბრიონად დაიბადა ტყუპი, 2 ტყუპი გოგონა, დაარქვეს ნანა და ლულუ. და თქვა რომ ბავშვები ჯანმრთელები არიანო, მაგრამ ამან გამოიწვია ასეთი ასე ვთქვათ, რაღაცა, ნუ არ ვიცი, შოკი იყო თუ რაღაც სკანდალი, მაგრამ ეს როგორ გააკეთე ყველანაირ რეგულაციას და ეთიკურ სოთავი დავანებ, ხა ეთიკა რეგულაციებში პირდაპირ არ წერია, ხო, რომ რეგულაციებია დაყრდნობილი ამ. ანუ რეგულაცია რა იყო, რომ არ შეგვიძლია ადამიანის ემბრიონზე, რომლის იმპლანტად, ამიტომ რომლისგანაც შეიძლება დაიბადოს ნაყოფი, ასე რომ ვთქვათ, პროზავულად იმის გარეშე, იმაზე ექსპერიმენტები არ შეიძლება. უჯრედი რომელიც იღუპება ისედაც ვთქვათ, იმაზე შეიძლება, მაგრამ ძალიან შეზღუდულია, განსაკუთრებით ჩინეთში, ეს ყველაფერი მოხდა ჩინეთში, ეს იანქვი იყო ჩინელი, მუშაობდა სამხრეთ ჩინეთის ძალიან კარგ ტექნოლოგიურ ცენტრში და გაირკვა რომ თანაშემწეებიც ყავდა. ეს როგორც კი მოხდა, იმ წამსვე დაგმეს, მათ შორის ო, ვინ დაგმო? ჩინელმა მეცნიერებმა თუ აი მაგალითად ხო მუშაობდი მაშინ სკრიპტში, ხო? აი თქვენ რა არა, ჩვენ 2008 არა, თქვენ კი დაგიგმეთ, მაგრამ აი რა განცდა იყო? ხო, თქვენთვის ხო მნიშვნელოვანი ამბავი იყო? ხო, მაგრამ ჩვენ აზრს დიდი მნიშვნელობა არ ქონდა. თქვენ თვითონ რა განცდა ქონდა? ქონდა, აი როგორც აი თქვა ჯორდანო ბრუნოს მიმართ რა განცდა გაქვს. ნუ დაწვეს კაცი რატო? იმიტომ რომ თქვა ესეთი რაღაცა, რაც მართალია აღმოჩნდა სხვებისთვის, მისთვის მაშინაც ხადი იყო. ნუ ეს რეაქცია ყოველთვის ბუნებრივია, რაღაც ძალიან დიდ ნახტომს აკეთებს, რასაც არ უნდა ხდებოდეს ეს, ხო? ლიტერატურაში იქნება ეს თუ მეცნიერებაში, ტექნოლოგიაში ეს გამოიწვია დაგმეს, აი მაგალითად დავით ბალტიმორი, ხო, რომელიც ითვლება ყველაზე პროგრესულ, ყველაზე ლიბერალურ მოაზროვნე მეცნიერ, რომელიც ფაქტობრივად ერთ-ერთი მდგენელი ბიოინჟინერიის და სინთეტური ბიოლოგიის მაგას შექმნა. აი პირველი მაგან დაგმო ანათემასავით რა. ნუ საკმაოდ აი რა თქვა? ნუ ეს როგორ გაბედა, როგორ გააკეთა, არავინ არ გაიმეოროს და რაღაცა. რატო? იმიტომ რომ ეს ტექნოლოგია არ არის იმდენად დახვეწილი, არ არის დაგროვილი ინფორმაცია, რომ ამას ჩვენ გავაკეთებთ ისეთი ზუსტით, რაც გვაქვს მიზნად. ხო, ანუ აი ეს გენი თქვა შევცვალეთ, მაგრამ ხო შეიძლება ეს სხვაგანაც მოხდეს. შეიძლება ამას off target სპეციფიკაცია ქვია და დღევანდელი CRISPR-ი ამ დონეზე განვითარებული არ არის. ანუ შეგვიძლია ეს გააკეთო, მაგრამ ძალიან ესეთი ვთქვათ დეტალური გამოკვლევა ჭირდება, რომ სხვაგანაც ხო არ მოხდა რამე, სხვაგან ხო რამე არ დაზიანდა. კი შენ ეს გაასწორე, მაგრამ შეიძლება ამას სხვაზე. როგორ ვთქვათ, საფანტიანი თოფის სროლა, რომ შეადარო ვთქვათ ოპტიკური სამიზნის იმას. ხო, ესეც დახვეწის გზაზეა. უბრალოდ დიდი ნაწილი ხალხის და ნუ ეხლა კიდევ ერთხელ ჩვენ რა ხარეს ვიყავით ამას არ აქვს მნიშვნელობა. არა, უბრალოდ აი რაღაცა მეცნიერის რაღაცა სიხარული, რომ რაღაცა გამოვიდა. ხო, გააკეთა, იმიტომ რომ თუ ახლა ისტორიულ ანალოგიებს მოვიშველიებთ, აქედან რაღაცა ალგორითმს გამოვიყვანთ, ეს დაინერგება და არ ვიცი რა ჯორდანო ბრუნოს იმით შეიმოსება ეს კაცი თუ არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დაფასდება. ეხლა სად არის ეს კაცი? ხო არ იცი. ეხლა არ ვიცი სად არის, მაგრამ აუგრძალეს, ეს ციხეში და 3 წელი დააჯარიმეს რაღაცა დიდი ფულით, მისი თანასემწეების ლაბორატორია დაუხურეს და აუგრძალეს იმაში მუშაობ ჩინეთში, მცხადია სხვაგან თუ წავიდა შეიძლება მიიღონ, მაგრამ სად არის ზუსტად არ ვიცი. კიდე საინტერესო არის ეს ბავშვები თვითონ თავად არავის არ უნახავს. ჩინეთის მთავრობამ თქვა, რომ მათი უსაფრთხოების და ჯანმრთელობის და ასე შემდეგ ბევრი მიზანი ჩამოთვალეს, ჯობია რომ არ ვიცოდეთ სად არის, მაგრამ კარგად არიან, ამას ყველა ამბობს.
როგორც ჩანს სიმართლეა, მაგრამ აი კიდე ერთხელ ძალიან ისე რომ მიუდგეთ აი ფაქტის, ხო, რასაც ხელი მოევლება, რასაც დაინახავ, გაიგონა ეს ჯერჯერობით ну არავის არ უნახავ ვიღაცას ალბათ უნახავს, მაგრამ არავის ეს ამბავი არ გამოაქვს გარეთ. გარდა აი ამ თვითონ ამქვისა. ხო, მაგრამ აი შენი აზრით აი მის ადგილას რო ყოფილიყავი ამ ექსპერიმენტს ჩაატარებდი, ანუ როგორც მე გავიგე. მე ჩავატარებდი. ხო, ანუ რისკი იყო რომ რაღაცა, მაგრამ ეს რისკი რამდენად დიდი, ანუ რისკი რამდენად წონი და იმ სარგებელს, რომელიც ბავშვებს მოუწევს, იმიტომ რომ ბავშვები შეიძლება დაბადებულიყვნენ ამ ვირუსით, შიცის ვირუსით, მარტივად რომ ხო, და მთელი ცხოვრება, ანუ რა ვიცი, ძალიან მძიმე ცხოვრება ქონოდათ. ну ახლა მე ამ შემთხვევაში ზოგადი მე რა ვიღოთ, ხო, თქვა გავაკეთებდი, ну ხა ეგ არ არის ჩემი ასე თქვა სპეციალობა, ამიტომ ვერ ვიტყვი, მაგრამ გავაკეთებდი მაქსიმალური სიფრთხილით და ვეცდებოდი რომ რაღაცნაირად ეს, მაგრამ მაინც აუცილებლად მოგიწევს რაღაცა წესებიდან გადახვევა, რაღაცა, რომელსაც ისედაც ხო, რაღაც წესებიდან თუ არ გადაუხვევ, რაღაცა დიდ გარღვევას ვერ აკეთებ, ხო? უბრალოდ ეს იყო რომ რადგან ეხებოდა სიცოცხლეს, გაცნობ რადგან ეხებოდა აი ესე დადგენილ ეთიკურ ნორმებს და აი სხვა შორის გენური ინჟინერიის გარიჟრაზე 75 წელს როცა ჯერ კიდე არაფერი გაკეთებული არ იყო 100 ლომარი ეგეთ პატარა ქალაქია სან-ფრანცისკოს სამხრეთით, იქ შეიყარა მთელი ეს ხალხი, ვინც რეკომბინანტული ტექნოლოგია ესმოდა და რაღაცა რეგულაციები შექმნა, დაგმეს როგორც რაღაცა გაუთვლელი რისკის საშიშროება იყო და საბოლოო ჯამში რეგულაციას ვერ მიაღწიეს, მაგრამ შეთანხმდნენ რომ მოდი ვიყოთ ფრთხილად და ჩვენ ასე ვთქვათ მოხალისეობის დონეზე რაღაცები არ გავაკეთოთ. ეგ იყო და ეგ ამის შემდეგ იყო რომ აი პირველი თქო ინსულინი, ზრდის ჰორმონი. ხო, აი რა მე რა აი თქო 2018 წლის შემდეგ ამ CRISPR-ის გამოყენება როგორ ხდება, რომელიც არის ყველაზე მე რამდენადაც მესმის, ყველაზე სერიოზული და საიმედო, ასე ვთქვათ, ტექნოლოგია, ხო, რომელმაც მთლიანად გადატრიალებას მოახდენს სამედიცინო სფეროში და შეცვლის ადამიანების ცხოვრებას, ხო? ხო, იმიტომ რომ თქვათ აი ონკოლოგიაში ითვლება რომ ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგია იქნება, რომელმაც თქვათ რაღაცა ისეთი დადებითი რა შეიძლება გააკეთოს. აი გაასწორებს ონკოლოგია უმრავლეს შემთხვევაში ჩვენი გენების დაავადებაა, ხო? გენში არის ან მუტაცია, ამ გენის მოქმედების მექანიზმი იცვლება და ჩვენ მას კიდევ ერთხელ აი ახალი ტექნოლოგიების წყალობით შემდეგი თაობა ქვია. უკვე რა NGS ქვია, next და უკვე NNNN დრო. ხო, მოდის და მოდის, ძალიან დიდი სისწრაფით ვაშო. აი რაც დღეს მაგალითად ითვლება რომ მოწინავეა, 6 თვეში შეიძლება უკვე თქვათ ის და ჩაჩოჩდეს ქვემოთ, ასე ვთქვათ. ხო და აი ანუ შეიძლება აი მოდი რას ველოდებით ჯერ რაში ხდება ამ CRISPR-ის გამოყენება რა შეხდება ექსპერიმენტები და რა არის მიზანი რომ რა უნდა შეძლოს ამ ტექნოლოგიამ ხო მიზანი არის რომ ვთქვათ უმაღლესი თუ სათხველია მაგრამ ვთქვათ აი ჯანმრთელობის საქმეში რომ გამოვიყენო ხო დაავადებების შესწორება განსაკუთრებით მემკვიდრულის განსაკუთრებით მძიმეების და მათ შორის თქვათ უკვე შეიძლება პათოგენებსაც და ინფექციებსაც ებრძოლო ამითი, ნუ ეს უკვე ყოველი საქმე. და კეთდება, ნუ ყველანაირ მოდელზე რაზეც მიდის მუშაობა ვირუსებზე, ბაქტერიებზე და მაგალითად აი ონკოლოგიაში გამოიყენება ეგრეთ წოდებული გენეტიკურად ინჟინერებული თაგვი. შეიძლება შეუკვეთო, არც უნდა ბჭყალები, თაგვი, რომელიც აი ესეთი თაგვი მინდა. ხო, თაგვი, რომელსაც აქვს თქვათ 6 ცნობილი მუტაცია, ის გამოც თქვათ სამ თვეში ამ თაგვს განუვითარდება რაღაც ავტვისებიანი დაავადება და შენ შეგიძლია გამოსცადო შენი წამალი ან წამლის კანდიდატია, შეგიძლია თუ არა, ასე თქვა შეაკავო ამის განვითარება, ეგრეთ წოდებული პრევენცია. ას ყველაფერი CRISPR-ით კეთდება, მაგრამ თაგვი იმაში საქმეა, რომ შენ ერთ თაგვს რომ მიიღებ, ის საკმარისია მოდელისთვის, ამას შეიძლება 100 თაგვი შეეწიროს, ხო? ამას ვერ გააკეთებ ადამიანში და ამდენად როგორც არის ნებისმიერი სფერო რო ავიღოთ ხო ტექნოლოგიის ავტო მანქანები მაგალითად თვითმფრინავები გემები და ასე შემდეგ აი მიდის ხო ელექტრომანქანა მაგალითად ხო ნუ იყო დრო რომ მაგალითად იყო ასეთი რეკლამა რომ აკუმულატორებს ჩვენი აკუმულატორი ერთი კვირა ძლებს ვიღაცა ერთი კვირა არ დაგჭირდებათ მანქანის ხელი დაქოქვა ხო ეხლა აკუმულატორი თუ რაღაც ლექსიკიდანაც ამოვარდნილია ხო აი ესე იგი ძალიან მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ CRISPR არის გენეტიკური ტექსტის შესწორების ტექნოლოგია რომელიც მიდის იმ სიზუსტეებამდე როცა აი გვეცოდინება რომ აი ეს შევცვალეთ მაგალითად ნამგლისებრი ანემიაში ერთი
100 არის გენეტიკურ ტექსტი 3 მილიარდ 100-ში ერთი არის ამოვარდნილი და აი იმ ერთს გავასწორებთ. ეგ უკვე ხდება ნამგლისებრი ანემიასთან დაკავშირებით და პირველი ასე ვთქვათ სამიზნე დაავადებაა ხო რომლის გრისპერტ მაგრამ არა მემკვიდრეულად არ გააკეთეს აი ვესაც დაავადება სჭირს იმათ სისხლს იღებენ და იქ ასწორებენ და მერე აბრუნებენ უკან და ეს არის მძიმე პროცესია ბევრსაფეხურიანი მძიმე ასე ვთქვათ მანქანები არიან ჩარეული საქმეში და ამის შესწორება ახლა ემბრიონში თუ არ გაასწორე მე უკვე ძალიან ძნელია ხო იმიტომ რომ ანუ თავარია რომ ემბრიონში გაასწორო ხო თავალაზე ანუ ასე ვთქვათ თავიდან რო აიცილოს ასე ვთქვათ წვალება ცხადია მიუხედავად იმისა რომ ეს ტექნოლოგია განვითარდება ყველაფერი იქნება გადაწყვეტილების მიღება საბოლოო ჯამში მშობლებზეა ან მშობელზე ხო მშობელი ერთიც იყოს ხო და ნუ აქ აუცილებლად იქნება ყველანაირი სურვილი, ვიღაცას მოედობა, ვიღაცა არ ენდომება, ვიღაცა გარისკავს და ასე შემდეგ. ოღონდ ეს კიდევ ერთხელ დავაძვისო, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ინვიტრო განაყოფიერების დროს ემბრიონზე მუშაობა. ჯერჯერობით ასე ახლა შეიძლება უკვე ესეც მოხდეს, რომ კრისპერს მერე შეეძლოს გასწორება რაღაც ასაკში, თქვა, რომ ყველგან ახლა ჯერჯერობით ბევრ უჯრედში ერთდროულად ვერ შეიყვან რა, იმიტომ რომ ნუ სამიზნე დიდია ძალიან. შეიძლება მოხდეს. იმ წუთში ახლა არის რომ ხო, აი ემბრიონი რო ავიღოთ, თქვათ, რომელიც ასე თქვათ განაყოფიერებული კვერცხუჯრედია, ემბრიოლოგების ენაზე, აი იქ რაღაცა რო შევასწოროთ და ვიცოდეთ რომ მარტო იქ შესწორდა, სადაც ჩვენ გვინდოდა, სხვაგან არსად, იმის იმპლანტაცია წავა ჩვეულებრივად როგორც ხდება იმით რომ განაყოფიერება. რომელმაც მთელი ეს გზა გაიარა ხო, ყველანაირი დაგმობის, ყველანაირი შეზღუდვის, ეთიკური, რელიგიური, კონსპიროლოგიური, რა ვიცი, დარჩა რაც კი. ხო, და იმიტომ ბავშვები არიან პრობლემურები, როგორც ბრძანა ქართულმა ეკლესიამ აწყო. ხო, ეს ნუ მარაზმის ფორმაა, ესეთი. მაგრამ ყველა საზოგადოებაში გაიარა პრინციპში ეს ეტაპები მეტნაკლები სიმწვავით. ხო, და აი ეხლა ერთი აი ჯენიფერ დაუდონაზე მინდა კითხო ეს ქალია რომელმაც ეს ჯენიფერ დაუდონაზე იმანუელ შარპატი ორი ქალი ესეც მაგარია ხო რომელმაც ნობელის პრემია ხო მგონი არ ზღის მაგის გამო ნუ ჩვენ საზოგადოებაში ჯერ კიდე ღირს სადაც ფიქრობენ რომ მეცნიერები მაგარი მეცნიერები ქალები არ არიან და ამიტომ მინდა რომ რასაც ხო და აი ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ტექნოლოგია სწორედ ქალებმა აღმოაჩინეს მაგაზე სტამპეჭდავი მაგალითიც არის უფრო ბარბარა მაგლინტოკი, რომელიც თუ არ ვცდები ერთადერთი ქალი ნობელიანტი, რომელიც არ გაუყვია ნობელის პრემია, მარტო თვითონ აიყო ეს მოხტუნავე გენები აღმოაჩინა 53 წელს და 83-ში მიიღო ნობელი. თავისთავად ეს უფრო დიდი ნახტომია, ვთქვათ, ვიდრე რაც ამათ გააკეთეს. ანუ ეხლა მოდი ვთქვათ, რომ ეს ტექნოლოგიები რამდენად სწრაფად ვითარდება. ანუ რაღაცა ეს იგივე ეს პროცესები ხო 60-იანი წლებიდან დაიწყო, ძალიან ნელა ვითარდებოდა ისე როგორც ვაქცინების გამოგონება და ვაქცინებზე მინდა გადავიდე. ეხლა წარმოუდგენელი სისწრაფით დაიწყო წინსვლა ტექნოლოგიებმა ხო თუ დღეს რაღაცა 6 თვეში ერთხელ შეიძლება რაღაცა ძალიან დიდი ნახტომი რაც ლაპტოპი რო გიდგას რა წინ გაიხსენე პირველი კომპიუტერი და ეხლა ეს ხო თქვა ახლა მარტო ზომაზე ხო არ არის საქმე ახლა წვდომა არაზე აქ და ხო მაგრამ ამ ახალ აი მოდი დაუბრუნოთ ახლა ვაქცინების თემას და ეს ცოტა ხნის წინ გავიარეთ ეს ამბავი როდესაც კორონავირუსი და ეს პანდემია დაიწყო, მაშინ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ რაღაცა ძველ დროში ეს რომ მომხდარიყო, ვაქცინების შექმნას დაჭირდებოდა წლები. სწორია. და ამ შემთხვევაში ვაქცინა შეიქმნა 1 წელიწადში. მეგონი ნაკლებშიც კი. ნაკლებშიც ხო, რაღაცა 1 წელიწადში გამოვიდა და თვითონ შექმნეს 6 თვეში და ძალიან საინტერესო ისტორია უძღვის ამას წინ, რომ ჩვენ ვიცით ეხლა გვახსოვს ხო, მოდერნას ვაქცინა და ფაიზერის და ბიოტეკ ფაიზერის ვაქცინა. და ორივე სტარტაპი იყო, მოდერნა იყო ბოსტონში, ფაიზერი იყო გერმანიაში ბიოტეკი და ორივეს ჰქონდა პრობლემები. ხო და აი იმიტომ რომ ესენი ამის დანერგვას ცდილობდნენ და ამ მუშაობდნენ კიბოს მიმართულებითაც ესენი როგორ გამოეყენებინა ტექნოლოგია, ხო? მაგრამ ისეთი სიახლე იყო, რომ ინვესტორები ფულს არ დებდნენ. ერთი სტარტაპის და მეორე სტარტაპიც იყო ძიმე დღეში და ხო. ჩაძირვის პირას. და ამ დროს დაიწყო პანდემია და სწორედ ამათმა ამ ახალი ტექნოლოგიით შეძლეს ვაქცინის გაკეთება.
ხო და აი რა ტექნოლოგია იყო ის რამაც ეს ვაქცინის გაკეთება ასე სწრაფად გახადა შესაძლებელი? ტექნოლოგია იყო ბევრი და ბევრნაირი დავარქვათ ქვეტექნოლოგიების ასეთი ამ RNA ვაქცინაზე ველაპარაკობთ. თავისთავად ესეთი ახალი არაფერი არ გაუკეთებიათ ტექნიკურად თუ ტექნოლოგიურად რო დავარქვათ, ხო? ახლა მაგათი RNA არის, ასე ვთქვათ, არასტაბილური ნუკლეინის ჟავა, თუ რაღაც მოდიფიკაცია არ გაუკეთე და RNA-ს აქვს ასეთი უნარი, რომ იქ შეიძლება ისე ააწყო ეს RNA ხელოვნურად. რომ როცა იმას შეიყვან უჯრედში, ვთქვათ, ანუ ორგანიზმში, უჯრედში უნდა მოხდეს, იმ RNA-ში საწერილი ინფორმაციის რეალიზაცია მოხდება. მოკლედ რომ ვთქვათ, დასინთეზდება ცილა და იმ ცილას ექნება ზუსტად ის თვისებები, რაც შენ გინდა. რა ცილა ექნება სულ ერთი. როცა ესენი მუშაობდნენ ამ ტექნოლოგიას, როგორც საერთოდ ბიოტექში, აიგივე ინსულინის შემთხვევაში, ვინც ამ ტექნოლოგიას ამუშავებს, ის არ ფიქრობს მაინდა-მაინც, რომ აი ამას გამოვიყენებ, აი ამ დაავადების წინააღმდეგ. ეს უკვე შემდეგი თაობის საქმიანობაა, ასე დავარქვათ, ხო? იმიტომ რომ შენ თუ იმაზე ფიქრობ, მაშინ რაღაც ეს პროექტი რაღაცეთ ვიწროვდება და ესენი უფრო პლატფორმას ქმნიდნენ და მოიგონეს ეგეთი რაღაცა. ну ხა დეტალებს ვერ ავხსნით დიდი და ბევრნაწილიანი თემაა, მაგრამ აი RNA-ის მოლეკულა შეუძლია იყოს დიდი, ანუ შეგეწეროს დიდი ინფორმაცია და ის როგორ უნდა ჯერ როგორ უნდა მივიღოთ ეს იყო მართლა 70-იანი წლების ტექნოლოგია. შენ DNM-ს აწყობ თავიდან და DNM-ი შენ გიმზადებს ამ RNA-ს, და გაასუფთავო ჩვეულებრივ რაღაცა, როგორც რაღაცას საჭმელს რო აკეთებ და ზედმეტს რო ყრი და რაღაცებს ტოვებ, ну დაახლოებით იგივეა, ხო? მოლეკულების დონეზე. და რჩება ეს მოლეკულა, რომელიც რაღაცა უნდა გაახვიო რაღაცაში და მე უნდა რაღაცა შეიყვანო და ის შენ დაგისინთეზებს რაღაცა ცილას. ეს ცილა, ეხლა რადგან კორონას გენომი გაშიფრული იყო, მანამდე ცნობილი იყო და აქაც გაიშიფრა და გაიგო ეს სხვადასხვა ვარიანტები, შენ შეგიძლია ძალიან სწრაფად, აი, თქვათ 2 დღეში, აი ეს RNA უკვე დაამზადო. აი რო არ ქონდეს არაფერი. ну ლაბორატორია უნდა არსებობდეს რაღაც დონეზე და შენ შეგიძლია შეუკვეთო სინთეტური DNM-ი, ეს DNM-ში დაგიმზადებს ამ RNA-ს, RNA-ს გაახვევ რაღაცა ესეთ პატარა პაკეტში და შეუშვებ და ის დაასინთეზებს. ეხლა ეს ცილა უკვე იყო, ასე თქვათ, ამ ცილის დავარქვათ სტრუქტურა, ხო? ყველაფერი ზუსტად გამოდიოდა იმ ინფორმაციიდან, რაც კორონა მოგცა, ხო? რომ აი სპაიკ ცილა, ასეთი მუტაცია, ისეთი მუტაცია. ეხლა ეს ცილა არის ეგრეთ წოდებული ანტიგენი. ანუ ამ ცილას ჩვენი იმუნური სისტემა კითხულობს, როგორც, ასე თქვათ, მტერს. და იწყებს მის ჩვეულებრივ იგივე ზუსტად რაც ყვავილისაცრა მაგალითად, ხო, ან გრიპის, ან რაღაც. ანუ მას შემდეგ რაც იმუნური სისტემა ამას იცნობს, როგორც მტერს, იწყებს. ხო, ეს თვითონ რა არის, ხა გრიპის შემთხვევაში ხო ვირუსს ასუსტებენ, ასე ყვავილის შემთხვევაში არც დაჭირდათ, იმიტომ რომ ის საერთოდ იღბლის მომენტი იყო რა, იმიტომ რომ ეს ძროხის ყვავილი, ასე ვთქვათ, იწვევდა ჩვენში კარგ იმუნურ პასუხს, არაფერი შეცვლა არ ჭირდება და ჩვენთვის არ იყო დაავადების გამომწვევი, ძროხებისთვის იყო და ესე ჯენერს გაუღიმა ბედმა, ასე ვთქვათ. ეგ იყო და ეგა, ანუ როგორ ვთქვათ, დავაფასოთ იმ ხალხის საქმე, ვთქვათ, მაგრამ თავიდან რატო უყურებდა სკეპტიკურად ინვესტორები ამ, ასე ვთქვათ, ტექნოლოგიას? იმიტომ რომ ამას სხვაების აკეთებენ ბევრნი, ეს არასდროს არ არის რომ ერთი კომპანია, რომელიც ყველაფერს გააკეთებს. ვიღაცა შეიძლება 2 კვირით დააგვიანა და ამათ დაასტრეს, PR-ი და რაღაცები იქ კიდე. არა, სკეპტიკურად ძალიან არ, მაგრამ არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ ხდებოდა. არ ჩანდა ყოველ შემთხვევაში, ეს არის და ახლა იყო ვიღაცა კომპანია, რომელიც რაღაცა შლანგებს ამზადებდა და საერთოდ არაფერი პერსპექტივა არ ქონდა და რომ დაიწყო კორონას ამავე ამ შლანგებზე რაღაცა. რაც ხდება ხოლმე, ხო. ხო, მაგრამ აი ეხლა მინდა რომ გადავიდეთ ამ ძალიან დიდ ანტივაქსერულ მოძრაობაზე, ხო? და დაიწყო, ანუ მოლოდინი იყო, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი, მოდი გლობალური საზოგადოების ერთი ნაწილი ელოდებოდა ვაქცინას, აი ყოველ დღე ითვლიდა დღეებს, როდის გამოჩნდებოდა ვაქცინა და მეორე ნაწილი უკვე თავიდანვე ამბობდა, რომ ეს ეხლა მაშინ 9 წელში 8 თვეში შექმნილი ვაქცინა იქნება ისეთი, რომლის შედეგები ჩვენ არ გვეცოდინება, რას გამოიწვევს, ხო, ეხლა იმ კრიფსარზე რო ვლაპარაკობთ, ხო, რას გამოიწვევს ის
ვთქვათ რაღაცა მომავალში არ ვიცით, ამიტომ ექსპერიმენტია, ხო და იგივენაირად უყურებდა, რომ აი ექსპერიმენტული ვაქცინაა და ამიტომ აი რაღაცა 3 წელიწადში დაიღუპება ის ხალხი, ვინც ვაქცინაციას ემხრობა და ვაქცინას გაიკეთებს და აქ ამ შემთხვევაში ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდა მეცნიერება დობის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ადამიანები არ უჯერებდნენ ვაქცინას, მაგრამ უჯერებდნენ ვიღაცა ყალთაბანდებს და თაღლითებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ რაღაცა წამალი ცხოველების წამლით შეგიძლია მოარჩინო კორონა. აი როგორ ანუ რა ხდება ამ დროს? არა, ხდება ის რაც შენ თქვი რა და რატო ხდება ეს რატო ხდება? რატო ხდება, ნუ ახლა შეიძლება გაგიკვირდეს, მაგრამ ამის პასუხი არის დარვინიზმი რა, რომ ნებისმიერი სახეობა ჩვენი ჩათვლით ყოველთვის მოიცავს ასე ფართო სპექტრს ყველანაირი თვალსაზრისით. ჩვენ შემთხვევაში, აი დავარქვათ გონებრივი, რომელიც მე რაღაც შედება კულტურულ იმაში გამოიხატება და ყალიბდება. ნუ ანუ არის ვიღაცა ვინც იჯერებს ისე რომ საერთოდ არ სვამს კითხვას, ხო? თქვა არის ვინც სვამს კითხვას და იჯერებს, იმიტომ რაღაცა თქვა რაციონალურად გამოთვლის მიზეზებს, შედეგებს რაღაცებს გაარკვევს და ყოველთვის აი შეიძლება დაასახელო რამე ნებისმიერი სახის პროგრესი, ნებისმიერი, თქვა, რომელსაც არ მოყვა ასეთი ხო, ნუ აი მექანიზმი იგივეა, ვაჟას ენა რო ავიღოთ, თუ რაც გინდა ნებისმიერ რაღაცა, ხო, რაღაც ხალხი გმობდა და რაღაცები ამბობდნენ, რომ რაც გმობთ ვაჟას ენა კი არა, ეგ არის რაც არის, ხო? ანუ ნებისმიერ ესეთ რაღაცა განსხვავებულს პასუხობს და ნუ ეს ბუნებრივია. იმიტომ რომ ვერ გებ, ანუ ეხა ის რაზეც ლაპარაკობს შენ, იმდენად რთულია, რომ საშუალო ადამიანმა შეიძლება ეს ვერ გაიგოს ეს პროცესი, როგორ მოქმედებს ვაქცინა და ამიტომ ურჩევნია რომ რაღაცა წამალი დალიოს, რომელსაც ძაღლებს და ცხენებს აძლევენ და გამახსნა ეფექტი რაღაც რა ქვია, წამალს ამავიწყდა სახელი ყოცობილი. ეფექტინი, ხო, უკვე ჩაბარდა ისტორიას. ამათი მაგაზე, ხო. ხო, და ამავიწყდა, მაგრამ ერთ წამალი იყო, რომელიც ცხოველებს ეხმარებდნენ, რომელსაც და იმ წამლის უფრო ჯეროდა, იმიტომ რომ იმ წამლის რაღაცა მოქმედების მექანიზმი მისთვის უფრო მარტივი გასაგები იყო. ანუ პრობლემა ამაშია თუ იმაში, რომ ექსპერტიზა გაუფასურდა. დღეს Facebook-ში რო შეხვალ ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება დაწეროს პოსტი და მოირგოს ექსპერტის როლი, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ამ სფეროში გათვითცნობიერებული, ხო? და ვიღაცამ შეიძლება, თქვათ, დაუჯეროს იმას და არა ფაუჩის. ან შენ? მე და ფაუჩი ახლა არა, რა მნიშვნელობა, ხო, ერთი და იგივე რამეს ამბობთ, შენს და ფაუჩიც, ხო? ხო და ეს იმით არის. მე და ნიუტონის ერთ-ერთი რაღაცას ვამბობთ, მაგრამ განსხვავება არის, ხო? ხო და აი ეს მაინტერესებს რომ რაღაცა აი ეს ვერიგებენ ამ ანუ იმდენად წინწასულია ტექნოლოგია რომ ადამიანისთვის ხდება ძალიან უცხო რთულად გასაგები და ამიტომ შესაბამისად უნდობლობა ნაკლები აქვს. ხო, მაგრამ ნუ თქვათ იგივე ტელეფონი ხარ, რამდენმა ადამიანმა იცის რა ზე არის დამყარებული ეს ეგრეთ წოდებული touchscreen-ი, ხო? თქვა, მაგრამ არ იცის. არც მე არ ვიცი. მაცი ხო, მაგრამ ხმარობ, ნუ ეს გასაგებია, სხვა სფეროს ეკუთვნის. მე არ ვიცით, რასაც ხო, თქვათ, აი როგორ მუშაობს მაცივარი მაგალითად, შეერთებ დენში და აცივებს. წესი თვითონ გააცხელოს, ხო, და უთო აცხელებს, ეს აცივებს. რაღაცაშია საქმე. ეს არის როგორც ყველაფერი საერთოდ შეიძლება რაღაცას დასაწყისიდან ბოლომდე რთულს გავდეს, მაგრამ რომ მიადგები ნაბიჯ თითოეული ნაბიჯი, ხო, თქვათ რაღაცის დახვეწის განვითარებას, აი ძალიან მარტივი. მაგრამ ამის მოთმინება, სურვილი და შეიძლება რაღაც ნაწილს ხალხს უნარიც არ აქვს რა. ამიტომ ამას მისდევენ და ნუ რაღაც რაები იყო ამას წინათ, რომ შუმერებს ჰქონდათ დახატული მზის სისტემა საიდანაც შორიდან, ხო? ხა ეს ჯერათ ამისი რა, არანაირი, ნუ პირამიდის ქვეშ რაღაცა 10 კილომეტრიანი სვეტები, რაღაცები, ხო? ნუ ხალხს რომელსაც ნუ ზოგი ეძახის ეს კრიტიკული აზროვნების არ ქონა. რა კრიტიკული აზროვნება უნდა ვთქვათ, რომ ფაქტი შეამოწმო, ხო? ამიტომ იჯერებს იმას, რასაც ხედავს და ეს ის კარგად ჟღერს რა, ხა პირამიდის ქვეშ მართლა რო იყოს 10 კილომეტრიანი რაღაცა ღრმულები, მე მაგალითად ძალიან სიამოვნებით წავედოდი და ნახავდი. ანუ მიდრეკილება ხალხის და ალბათ ადამიანი სოციალური ცხოველია ნაწილობრივ მაინც და აი რაღაც ის სხვისი აზრის და მოქმედების გავლენა ხო, ყველას რაღაცა გავლენას ახდენენ ჩვენ გარშემოყოფი ადამიანების, რაღაცა ესე ყალიბდება და ნუ რა ვიცი, ეთინათოფურია იყო ჩვენთან ხო, ეს მე დროში ამისი რომ ეს არაფერ არ ვარგა და რომ
შეიძლება რაღაც არგუმენტები მოყავდა, მაგრამ ჯამში აი თუ ღალთაბანდობა ეგ იყო რა. თუ ძალიან ბევრი იყო და მე უახლოესი ადამიანი გარდამეცვალა იმის გამო, რომ თინა თოფურიასნაირ ხალხს დაუჯერა და ვაქცინა არ გაიგო. ხო, მაგრამ მეორე მხრივ აი ეს რაღაცა მართლა ჯენერის იღბლის არ იყოს, ამის შებრუნებული ეს ჩვენი იყო და ახალციხეში ის გოგონა რო დაიღუპა, ხო? საჩვენებელი აცრა გააკეთეს და ნუ აი იყო რა ნახე და გახსოვს ეს ისტორია? როგორ არ მახსოვს. კი მე გაიგო, ეხლა ნუ რა ვთქვა, გამიჭირდა იმის ნახვა, მაგრამ თქვა ჩავხედე რა ისტორიას, იმიტომ რომ ხა დაწერეს და თანაც გამოაქვეყნეს საბუთები, რომ გასაგები იყო იქამდე რაღაცები მოხდა, ისეთი რომ ეს გასაგებია რატომ მოხდა. მაგრამ ეხლა როგორ გინდა შენ ეს თქვა ფართო საზოგადოებას დააჯერო, ხო, აი ესენი ზახიან რომ ვაქცინა არ ვარგა, გაიკეთა ვაქცინა და დაიღუპა. ეს იყო ყველაზე ხო, ნუ აი სხვათა შორის იცი რა მოხდა, ძალიან საინტერესო მაგალითია, რომ ეს ბევრად ასე ვთქვათ, ისიც ფატალურად დამთავრდა, როდესაც რკინიგზა გაიხსნა ინგლისში. დიდი, ანუ შედარებით იმ პერიოდისთვის დიდი სიჩქარით მომავალი მატარებელი დაეჯახა ერთ-ერთ პოლიტიკოს, რომელიც ამ რკინიგზის ყველაზე დიდი მეხოტბე და მხარდამჭერი იყო, იმიტომ რომ რელსებზე გადადიოდა, ვერ გათვალა რა სიჩქარით შეიძლებოდა წამოსულიყო მატარებელი, ანუ ისეთ საზეიმო გახსნა იყო და დაიღუპა რელსებზე, ვეღარ გადავიდა რელსებზე, გაშეშთა და მატარებელი დაეჯახა და ამან გადაფარა, ამ ტრაგედიამ გადაფარა ესე ტექნოლოგიური იმ დროისთვის უზარმაზარი ტექნოლოგიური ნახტომი, ხო? და ხალხმა დაიწყო ამ ტრაგედიაზე ლაპარაკი, რკინიგზის, ანუ იმის მაგივრად, რომ რკინიგზის მიმართ გაჩენილიყო რაღაცა აღფრთოვანება, გაჩნდა შიში. ხო, აი ეს ამან რა სიჩქარით მოდიოდა ეს მატარებელი კიდე საკითხავია. ხო, ნუ ეხა იმ დროისთვის მაღალი სიჩქარე იყო და ისეთი სიჩქარე იყო, რომლის წარმოდგენაც კონკრეტულმა პოლიტიკოსმა ბევრი ასეთი მაგალითია, ვთქვათ, ხალხს აი აინტერესებს რაღაც გასაგებიანად ერთი პატარა ასეთი ისტორია სასაცილო, რომ ნუ სასაცილო ჟღერს ერთი-ორი 73 წელს იყო კოპერნიკის დაბადების 500 წლისთავი და დიდი ზარზეიმით გადაიხადა მთელმა მსოფლიომ. ბევრი რაღაცა მოხდა, იყო სამეცნიერო პროგრესსა. ნუ მის სიცოცხლის ერთი პორტრეტია დახატული მარტო. და რატომღაც არტ ექსპერტების რაღაც ჯგუფი იყო, რომ დაიწყეს კამათი, რომ რამდენად გავს ეს მართლა მის იმას და ქონდა თუ არა კოპერნიკის ცისფერი თვალები. ასეთი რაღაცა. ეხლა 73 წელს იმის თქვა რა ჩვენ როდისმე გავიგებთ კოპერნიკს რაფერი თვალები ქონდა, ნუ აი მაგის მაგალითის მოყოლას კი ძნელია ხა რა წარმოუდგენლობის ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, ხო? ხო და თანა საფლავი არ იყო ნაპოვნი მის 2005-ში აი ამ ფრომბორგის ტაძარში ვიღა არქეოლოგებმა მიაგნეს ერთ სამარხს და ჩათვალეს ალბათ ეს არის იქ იყო ჩონჩხი, ნაწილობები შუბლზე, რაღაც ნიკაპის ფორმა, დნმ-ის ანალიზი გააკეთეს და ნახეს რომ ნუ დნმ-ის ანალიზი კარგად გაკეთება. შესაძლებელი არაფერი არ იყო ამ დროს. ამ დროს ვიღაცას გაახსენდა, ესე იგი იყო ერთი პოლონელი პოლიციელი, ამერიკელი ჟურნალისტი და შვედი ბიბლიოთეკარი თუ არქივარიუსი უფსალას უნივერსიტეტში. შვედებმა მე-17 საუკუნეში პოლონელებს რო გადაუარეს, ბევრი რაღაცა გააყოლეს. მათ შორის კოპერნიკის 53 წიგნი. ერთ-ერთ წიგნში იყო თმის ღერები ჩარჩენილი. და სახსოვდა. წარმოუდგენელია. იყო 9 თმის ღერი, აქედან 4-მა ივარგა საანალიზოდ, 2 აღმოჩნდა სხვისი და 2 დაემთხვა ზუსტად იმ პროფილს, რომელიც ჰქონდათ იქა და იქ არის ერთი ესეთი, ნუ სნიპი ქვია, რომელიც იწვევს ცალსახად ცისფერ თვალებს. ცისფერ თვალი არ არის ცისფერი არის პიგმენტი, ხო ეს არის ამ პიგმენტის არარსებობის გამო ხდება. და ის დადგენილია ზუსტად და ეხლა შენ შეგიძლია აკრიფო, ეგ ნომერი არის 12 91 38 32 ტელეფონის ნომერებით არის აკრიფო და ამოგიდევს და აქ მაგრას ასეთი ხუმრობა, რომ არქეოლოგი 500 წელი მის საფლავი ვერ გიპოვია და ჩვენ 30 წელიწადში ისე გავავითარეთ, რომ თვალების ფერი ცალსახად დავადგენთ რა. ხო ეს ორივე გენში ეს მუტაცია აქვს, ცნობილია ყველა ცისფერ თვალებას, ეგ მუტაცია აქვს. და ნუ აი ასე იგი თავისთავად თუმცა არავის არ მოუნდება მაგ მუტაციას ასე თქვა გამოსწორება. ხო, შეიძლება რაღაცა მოინდომას და ეხლა კოპერნიკის ფიგურა იმოდენაა რომ ის თვალების ფერი ხა მე ასე ხარისხოვანი საკითხია თავისთავად, ხო, მაგრამ ნუ ისტორია ასეთია რომ ეს თუ შევძელით, აქედან რომ ასე თქვა ეს გააკეთო რა, განზოგადება, ეს თუ შევძლებთ, ესე სხვა რაღაცას შევძლებთ რა. ანუ აი ტექნოლოგიამ ეს მოიტანა. ეს იყო წარმოუდგენელი. ხო, მაგრამ აი
მოდი ესე დავსვათ კითხვა, აი ამ ტექნოლოგიების წარმოუდგენელი განვითარების პარალელურად ადამიანები ხდებიან თუ არა უფრო სკეპტიკურები მეცნიერების მიმართ და გაზარდა თუ არა ეს სკეპტიციზმი ზუსტად ამ სოციალურმა მედიამ და იმან რაც ვთქვი რომ ანუ გონია რომ რაღაცას რო შევა ადამიანი რაღაც Facebook-ზე ან რო შევა სადღაც რაღაცა საიტზე რასაც წაიკითხავს გონია რომ მართალია და იცის და დაიჯერებს იმიტომ რომ მის ასე ვთქვათ განწყობებთან უფრო ახლოს არის ის ინფორმაცია ხო ამ დროს შეიძლება აბსოლუტურ სიგიჟეს და ტყუილს კითხულობდეს და ბოდუას გაიზარდა ალბათ რაოდენობა მთლიანად და პროპორცია უხეშად რო ვთქვათ ვისჯერო ეს ალბათ იგივეა. ნუ პატარა განსხვავება იქნება, იმიტომ რომ ხალხს იგივე შეხედულება, უბრალოდ εμას არ ქონდა წვდომა ადრე, ხო და არ შეიძლება დაეწერა რაღაცა, რასაც წაიკითხავს, ვთქვათ 200,000 ან 2 მილიონი ადამიანი. ეხლა ყველა დაპროცესის სისულელეს კითხულობს ვერც დათვლი, ხო, იმდენი ადამიანი. ანუ ასე ვთქვათ, მოცულობა გაიზარდა ინფორმაციის და საშუალება ხელმისაწვდომობის, ასე ვთქვათ, მაგრამ შინაარსი და შეფარდება, ნუ იგივე უნდა იყოს რა, წესით რატო უნდა იყოს მეტი. იგივე იყო ადრეც, ყველაფერი ზუსტად. ეხლა ხო, მაგრამ ადამიანს ადრე, ანუ ადამიანი ადრე უყურებდა ტელევიზორს და კითხულობდა გაზეთს, ხო? ტელევიზორში გამოყავდათ ესეთი ადამიანი, რომელიც საქმის ექსპერტია, ან იყო დისკუსია ამ თემაზე, ხო? მაგრამ ორივე მხარეს იყო მეტნაკლებად ისეთი ადამიანი, რომელიც სფეროში გარკვეული იყო, რა, სფეროს ექსპერტად ითვლებოდა. და გაზეთშიც ახლა ვთქვათ, ყველა ნორმალური გაზეთი ეძებდა თავის სფეროში ავტორიტეტულ ადამიანს, რომელიც სტატიას დაწერდა ამ თუ თემაზე. ეძებდა, მაგრამ ყოველთვის ვერ პაულობდა. ხო, მაგრამ ნუ ყოველ მეტნაკლებად მეტნაკლებად აი გაფილტრული ინფორმაცია მიდიოდა მასთან. და ეხლა მას აქვს წვდომა ყველაფერთან და ადამიანს აღარენდობა კიდე ერთ კარგი წიგნია ექსპერტიზის სიკვდილი, იმიტომ რომ აღარენდობა ადამიანს, რომელმაც ეს ინფორმაცია უნდა გაუფილტროს, მას ეხლა უფრო ჭირდება ექსპერტი, რომელიც ეტყვის, რომ აი შენ რაც წაიკითხე აქ ამ საიტზე, ეს არის რაღაცა ბოდუა, ამას არ უნდა დაუჯერო. და უნდა დაუჯერო აი იმას და რატომ დაგიჯეროს? შენ თუ არ მოუყვანე საბუთი და იმან თუ არ იფიქრა, თქვა, რაღაცა დონეს ის უნდა ხო, საბუთი არ შენ განათლება, ხო? რა, ჩემი განათლება, იქნება რაღაცას ტყუილს ვამბობ. ანუ ესე იგი მე შენ კი არ უნდა დამი. შენ განათლება, ან დისკუსია. არა, ზოგადად მეცნიერებისთვის რა არის? მეცნიერი ხო თქვა დარვინია, დარვინი კი არ გეუბნება რომ მე დამიჯერე, ის გეუბნება რომ აი აქედან და აქედან ჩამოთვლილი აქვს რაღაცა იქ კლანჭი ბუმბული რაღაც არ აქვს აქედან ვასკვნი ამას შენ ყველაფერი რის საფუძველზეც ეს დასკვნა გამოდის ასეა ყველა ნუ მეცნიერების იდეა ეგ არის ხო რომ შენ ყველაფრის შემოწმება შეგიძლია ხო მაგრამ აქვს უნარი და კომპეტენცია შეამოწმო ეხლა რაღაცა დარვინი წაიკითხო და ის გაიაზრო და შეაფასო ეს უფრო მარტივია თუ დაიჯერო ის რომ რაღაცა იმიტომ აფინანსებს ბილ გეიტსი ვაქცინებს იმიტომ რომ იმ ვაქცინით ჩიპი შეყავს შეკში და ჩიპავს რომ მე დაგიმორჩილოს ეს ახალისო ისტორიაა რა ეხლა წარმოიდგინე თქვა და ნუ ადრეც ასე იყო ქვეყნის შორი ხო თქვა ამერიკელები დასხდნენ თუ არა თვარეზე ნუ დღემდე მედის ვიღაცებს არ სჯერათ რა ვერ დაარწმუნებს აბა შენ ნახე საიდან იცი ხო პასუხი და ნუ უნდა აუხსნა საიდან იცი ერთ-ერთი ყველაზე კარგი არგუმენტია რომ საბჭოთა კავშირს არ უარუყია თქვა რომ დაასხნენ ხო მაგათი ის იქნებოდა რა მაგრამ ამას სხვათა შორის ის ცოტა ყველაზე ასე ვთქვათ დიდი ზიანი რაც ვაქცინაციის პროცესს მიაყენა იყო აი ეს კაცი რომელმაც ერთ ინგლისელი მეცნიერი რომელმაც ცნობილ ინგლისურ გამოცემაში დაწერა რომ ვაქცინები იწვევს აუტიზმს ახლა ძალიან ბევრი ადამიანისთვის ცნობილი ისტორია ხო რომელიც მე აღმოჩნდა შარლატანი რომელიც მაგრამ თვითონ იმ გამოცემამ რომელიც სერიოზული სამეცნიერო გამოცემა იყო ანუ იმანად უკიდურესად შეცოდა რომ ეს სტატია ბევრი ფილტრის გარეშე დაბეჭდა იმიტომ რომ იმაში იყო რა აღარც მე არ მახსოვს ზუსტად ჟურნალის სახე მაგრამ ცნობილი ასე ვთქვათ ჟურნალი იყო და ნუ ეს კაცი ექიმი იყო ქონდა აუტიზმ ბავშვებთან შეხება და დაწერა ეს წერილი დაწერა და რატო უჯერებ იმას იმიტომ რომ რაღაცებეთი ავტორიტეტია ბოდიში მოიხადა ეს კაცი გარიცხეს სამეცნიერო წრი და მე ეს კაცი
ამერიკაში წავიდა ბრიტანეთიდან კენედი ჯუნიორს შეხვდა და უმეგობრდა და ერთად დაიწყო ხო თქვენ რო ყავთ ხო ჩვენ რა მე ამერიკის მოქალაქე მე არც ვიცოდი რა იყო თუ რაღაც მოგარიყური მაგრამ ესე აი კიდე ერთხელ რა ესე იგი იმას უნდა ეთქვა რომ მაგალითად აი ვაქცინა ხო და იმის შედეგებს დღემდე ვიმკით ხო, იმიტომ რომ ეს სოციუმის თუ საქმეა საზოგადოების ეხლა იმას უნდა ეთქვა რომ აი ვაქცინას რო შედის, აი ნახე რაღაცა ეგეთი გრაფა რომელსაც ეშმაკი ვერ გაიგებს რა ხატია, მაგრამ მისი კოლეგები გაიგებენ. ამიტომაც არის შენ რო აქვეყნე სტატიას თქვა სერიოზულ ჟურნალში, იქ არის ხო, preview არის peer review. ესე იგი შენი კოლეგების მიერ ეს და ეხლა იქ ძალიან კაცრად ეხლა Science Nature PNAS-ი თქვა პირდაპირ ასე თუ რაღაცა შეეპარათ, ხო? ამიტომ მეცნიერებაში ავტორიტეტი ეგეთი რამე არ უნდა არსებობდეს, რომ ვიღაცამ რაღაცა თქვა და რადგან ამას ადრე რაღაცა აქ ნათქვამეს დაეჯერა. ყველას მოსულია შეცდომა. ხო, მაგიტო არსებობს peer review, ხო, მაგრამ აი მაგიტო შეცდომა, ანუ იმის თქმა მინდა, რომ მაშინაც კი როცა ეს თითქოს გაფილტრული ინფორმაცია უნდა მისულიყო მკითხველამდე და ადამიანებამდე ზოგადად, მაშინაც მოხდა გაიპარა ისეთი დიდი შეცდომა, რომელმაც ვაქცინაციის პროცესს მიაყენა წარმოდულად დიდი დარტყმა, ყველაზე დიდი დარტყმა ვაქცინაციის შექმნის შემდეგ. ხო, იმიტომ რომ აიგივე რაღაც მუტაციის არის, თქვა რაღაც აი 100 არის შეცვლილი გენეტიკურ ტექსტში, ხო? და ეს იწვევს მაგალითად ნავლისებ რანემიას. ეხლა მე რო გითხრა შენ რატომ დამიჯერო თქვა რა, მაგრამ მე ამოგიღებ თქვა აი სტატიებს 100, 200, 1000 თქვა და მტკიცებულება და თანაც გეუბნები არის საშუალება ის შენ შეამოწმო რა პირდაპირ და აი ნუ როგორ გითხრა რაღაც აი ამას გააკეთებ და მე შეხედა მიკროსკოპში და მართლაც იმ ერითროციტებს აქვს ასეთი შოთის ფურის ფორმა რა, ანგლისებრი იმიტომ ქვია. ანუ ფაქტზე უნდა იყოს დაყრდნობილი და ფაქტი როგორც წესი არის რაღაც მოსაწყენი, ესეთი ხო, უნდა რამდენიმე ფაქტი უნდა ნახო, მე მათ შორის კავშირი ცოტა რთული ეს არის. ამას ჯობია დაიჯერო, რომ აი იქ რაღაცა პლანეტები ჩანდნენ შუმერებმა იცოდნენ რომ ეს სისტემა. ის გადაღებული აქვს ესე იგი რაღაცა ხო, ეხლა ნახატი, ხო, გასაგები ახლა სხვა შორის კოპერნიკამდე 18 საუკუნით ადრე იცოდნენ ჰელიოცენტრული სისტემა, ეს არისტარქუსი რაღაც, მაგრამ ეს დაიკარგა, მეტყვი პტოლემეუსის სისტემამ გადაჩარგა, სანამ არაბებმა არ გამოასწორეს ეს, რაც რუსთაველში ასახულია სხვათა შორის. ეგ არ არის ესეთი ტიპიური გეოცენტრული სისტემა არ არის. რუსთაველმა იცოდა და საერთოდ ეგ რო დაეწერა, მე მგონი კოპერნიკის იმას შეძლება. ეს თქვით, აი ეს ძალიან მარტივი რაღაცეები რა, იგივე რაღაც მენდელის სქემა, ხო, თქვათ, ეხლა ნუ, კაი, თქვათ არ გჯერა მისი. მაშინ მეუბნები რომ აი გააკეთე ბაღი შენ, დათესე წითელი, თეთრი, შეურიე, ახალვარდისფერი გამოვა, მე მიდექი და თვალე ხი ზიდგა და თვლიდა მთელი წელიწადი, ხო და ეს დასკვნა გააკეთე. ამისთვის არსებობს ინფორმაციის გაცვლა და ნუ აი დღეს იგივეა პრინციპში, რაც მენდელის შემთხვევა რატო არის გამორჩეული, ნუ ახლა უდიდესი წვლილი ხო, ზოგადად ბიოლოგია სამ რაღაცას დგას, დარვინი, მენდელი და დნმ-ის ორმაგისფერული სტრუქტურა. მენდელი დარვინი ქემაც გაიგეს, რას ამბობდა, დაგმეს და გაასწორეს მის. აქ საერთოდ ვერ გაიგეს, რაზე იყო ლაპარაკი. რაღაცა მცენარეებში რაღაცა ხდება და ეს ამბობს, რომ ეს არის ზოგადი თვისება სიცოცხლის და რაღაც პარიკების ფხანა იყო იქა და 30 წელი საერთოდ წარმოიდგინე, ერთ ადამიანმაც კი ვერ გაიგო. რა უნდა დაეკო? და ამ დროს ამოდენა რაღაცა, ხო, ნუ? და მოდი ბარემ იმაზე გადავიდეთ ამ გენმოდიფიცირებულ პროდუქტებზე და თქვა რომ აი გენმოდიფიცირებული პროდუქტი რაღაცა ისეთ საშიშად ჟღერს და აი კიდევ ვარბობ ჩემ მაგალითად ვამბობ რომ თითქოს აი ყველაფრისთვის გახსნილი ვარ ძალიან ესეთი სუსიახლეებს ვეძებ და არ ვიცი საიდანღაც შემოვიდა ჩემშიც ეს რაღაცა შიში გენმოდიფიცირებული პროდუქტების შესახებ და ადრე რომ აი ეს გენმოდიფიცირებული ამის ჭამა როგორ შეიძლება და ну მე რაღაცა ჩაუჯექი აღმოვაჩინე რომ პირიქით ანუ ორი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ ერთი ასე ვთქვათ პაპაიაზე რომელიც ჰავაის პაპაია რომელსაც რაღაცა ვირუსი შეეყარა და თელი ჯიში გადაშენდა და მერე კორნელის უნივერსიტეტის პროფესორმა გამოიყვანა რაღაცა ახალი გენმოდიფიცირებული პაპაია რომელიც ვირუსის მიმართ იყო მდგრადი და ეხა პაპაია ჰავაიდან რაც იყიდება ძალიან დიდი წილი არის ეს გენმოდიფიცირებული. იგივე გააკეთა რაც ამი ჰანგვი ვირუსის საწინააღმდეგო. ხო, ზუსტად იგივე ხდება და ერთი ძალიან კაი მაგალითია ბრინჯის მაგალითი, ოქროს ბრინჯს ეძახიან, რომ ანუ ის ხალხი რა და აზიაში
ადამიანებში, ვინც ბრინჯს მოიხმარს განსაკუთრებულად ღარიბები, ისინი E ვიტამინის ნაკლებობას განიცდიან და ამის E ვიტამინის თუ A ვიტამინის, E ვიტამინის ნაკლებობას განიცდიან და ამის გამო სიკვდილიანობაც არის და სიბრმავეც და მოხდა ესე რომ E ვიტამინის შემცველი გენმოდიფიცირებული ბრინჯი შეიქმნა და ატყდა ერთი ამბავი. ანუ ამ ბრინჯს შეეძლო გადაერჩინა, ოქროს ბრინჯი ეწოდა, გადაერჩინა უამრავი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. შეიქმნა ერთი ამბავი, აქტივისტები მივიდნენ, ამოთხარეს ბრინჯი, ფერმერები უყურებდნენ გაოცებული, გადაუყარეს ეს ბრინჯი, უთხრეს, რომ ამით რაღაცა მულტინაციონალური ელიტები და კომპანიები თქვენ დამორჩილებას ცდილობენ, რაღაც სიგიჟეები რა, მოკლედ. ხო და არადა დამყნობა რა არის? დამყნობაზე თავი დავანებოთ. არა, ისე მაინტერესებს. მე ადრე ხო ამყნობდნენ, ანუ რაღაცა უკეთესი ჯიშის გამოყვანას ხო ცდილობდნენ. და შენი ძაღლი, ღორი რომლის ხორცაც ჭამს. ხო, ჩემი ძაღლი პირადად ესე რა. ნიახური, ოხრახოში, სტაფილოს აზამთრო, ნებისმიერ რამე რაც. ესეთი, მაგრამ ეს კიდე ძალიან წინწასულის არის. არგუმენტი თავი მაგრამ არა ჩვენ ყველანი. ჩვენში გულისხმობთ აი ბიჭები შენ მე ვიკასად არის ვიკა ყველანი ვარ გენმოდიფიცირებულები რა სხვანაირი არაგენმოდიფიცირებული ცოცხალი ფორმას ეხლა როგორ აი ის რო საშიშროება შეიძლება რაღაცა იყოს და მავნებლობა და რაღაცა ის არის ზუსტად იგივე როგორც თქვა როგორი სასუქი რაღაც ამას წინათ ხო ბიუ რაღაცა მიყიდა და იმან სასუქის მაგივრად აჭამა ხო სკლინტით რაღაც ანუ როგორ ავთქვათ რა ჩვეულებრივი ისე მაგასაც გითხარი რა ორი სიტყვა მე რა მოდგენ არა მაქვს მე ვიცი რომ რეზომ თქვა ვაშაკიძემ რომ ჩვენ მივყიდეთ სასუქად ხო ნუ უთხარით რომ სასუქი მხოლოდ ემან აჭამაო არ ვიცი ხა მართლა აჭამა თუ არ აჭამა ხო აჭამეო თქვა ესე იგი აჭამა ხო ნუ მაგარ არის გენმოდიფიცირებული მაგრამ ადამიანი გენმოდიფიცირებული შესაბამისად ეს როგორ ვთქვათ შიში და სიფრთხილე რაღაც თვალსაზრისით აზრიანია, ხო? ნუ ახლა რაღაცა რო არიცი, თქვა და რაღაცა უცნაური ფერის ის რო დაგისხა, ხო? და ნუ არ დალევ რა, ახლა რო გითხრა ყავაა და თქვა რაღაც სხვა ფერია, მაგალითად, ყვითელი რაღაც წითელი. ერთ სიტყვით, რეაქცია ზოგადად ნორმალურია, უბრალოდ ამის შედეგად მე შენ წიბილ-კიბილს დაიწყებ და მოთხრიან ბრინჯს თუ დაუფიქრდები, გააკეთებ ან დაუჯერებ ვიღაცას და რატო დაუჯერებ, იმიტომ რომ იმას აგიხსნის, გასაგებად აგიხსნის, ხო? მაგრამ ნუ ყველას არ უნდა, ზოგს მაგალითად არც უნდა რა, იყოს რა ეს გაუგებარი რაღაც. აში მაინტერესებს ახლა მე ატრიალებს სატურნი თქვა, ვიცი რომ აი რაღაცა არის ხალხი, ნუ ვისაც ზედამეტად ყველი გონია სატურნი. ყველი გონიათ, ხო, ნუ ის ზოგადად საერთოდ აი რელიგიაც არის გამაწონასწორი homo sapiens-ი არის გონიერი, პოსტოსი ვინე მოინდომა, ახლა ვიცი რამდენად სწორია ეგა. ზოგადად რო ავიღოთ ახლა რელიგია არის ამის გამაწონასწორი. არ გინდა რა აზროვნებენ რომ გეუტყვი ეგრეა, ხო? იმიტომ რომ უმრავლესობა ხალხს ჯერა რაღაცის, რაც ვერანაირად ვერ შეამოწმებს. ამის არგუმენტია ხომ რომ თქვათ აი საიდან იცი შე რომ თელავის ჭადარი ერთ დროს იყო პატარა, ხო? იქნებ უცებ გაჩნდა რა. ნუ ჩვენ არ გვინახავს ეგეთი რამე, არავის არ უნახავს, დადასტურებთ რომ უცებ ხე გაიზარდა. ამ დროს გვინახავს იმდენი რაღაცა რაც მიუთითებს რომ აქაც რაღაცა თავიდან პატარა იყო და მე გაიზარდა, ხო? მაგრამ არგუმენტი ასეთია, რომ ამბობ შენ რომ ფაქტია, რომელსაც ხელი უნდა მოკიდე, გინახავს? არავის არ უნახავს, არავის არ ჩაუწერია, არავის არ არსებობს. საიდან ვიცით რომ თელავის ჭადარი რაღაც შეიძლება რაღაცამ დაარგო პატარა ისა, მაგრამ ნუ ალბათ დაითესა ხო რაღაცა. იმიტომ რომ აი არაპირდაპირი მტკიცებულებები ამის. საიდან ვიცით რომ მზების სისტემა 5 მილიარდი წლის არის ხო დავთვალეთ რა. რაღაც ის გაზომვაც შეიძლება, შემოწმებაც შეიძლება. ბიოლოგიაში ცოტა ერთი მხრივ რთულად არის საქმე, მეორე მხრივ მარტივად. ბიოლოგია არის ექსპერიმენტული მეცნიერება, ხო? ექსპერიმენტი არის კითხვა, რომელსაც შენ უსვამ ბუნებას, ხო? ახლა მე რო ეს ავაგდო, თქვა, აი ახლა ჭიქას რომ მივაწვე, რა მოუვა, ხო? გადავარდება რა ბოლო-ბოლო. და რასთავარი ექსპერიმენტის შენ ეკითხები ბუნებას, ის პასუხობს, შენ შეგეძლოს ამ პასუხის საკითხვა და მთავარი რაც არის, ეს უნდა იყოს განმეორებადი. არა, რამდენჯერაც არ უნდა გააკეთო. იმდენჯერ უნდა მიიღო ერთ-ეგივე შედეგი, ხო? აი, მაგრამ ეს აღსაწერად შეიძლება მარტივია და აი ყოველდღიურ თუ ყოველწუთიერ საქმიანობაში, ნუ ბევრი კომპონენტისგან შედგება და აი ამას უნდა თვალყურის დევნება, მათ შორის კავშირის დანახვა, მე დასკვნის გაკეთება. რატო არის აი ეს ნებისმიერი უდიდესი სამეცნიერო მიღწევა რა მარტივია, ხო? როგორ ვერ მიხდი? მართლა მარტივია. უბრალოდ აი იმ სიმარტივემდე მისვლას უნდა
ხო, მაგრამ ნახე, აი ეხლა შევედით იმ ეპოქაში, როცა ადამიანის გონებას ანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი. იმიტომ რომ ბევრად უფრო ჭკვიანია და მას ბევრად უფრო დიდი მონაცემების დამუშავება შეუძლია. ჭკვიანი ხო. ანუ შენ ადამიანს რამდენ დიდი რამხელა ჯგუფიც არ უნდა იყო, არ შეგიძლია იმდენი მონაცემის დამუშავება, რა მონაცემის დამუშავება შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს წუთებში და შემდეგ ის ამ მონაცემებზე დაყრდნობით შენ ბევრად უფრო სანდო მტკიცებულებას გეუბნება, ხო? იმიტომ რომ აი ამდენი რაღაცა მილიონობით კაცის ისტორიაზე დაყრდნობით, სამედიცინო ისტორიაზე დაყრდნობით, მოკლედ ეს ასია გეუბნება, ხო? მაგრამ შენ იმის გადამოწმების საშუალება არ აქვს, იმიტომ რომ ის იმხელა მონაცემებს წვდება, აი და შესაბამისად გაქვს როგორც რომ ის ამ დასკვნას რო აკეთებს ეს ნუ ასე თქვა დავარქვათ კანონივით ხო ანუ აი ესეთი რაღაცა თუ ხდება თქვა აი 100 მილიონი ადამიანს თუ აღმოაჩნდა ეს მუტაცია იმათ ექნებათ რაღაც ასეთი და ასეთი ან დაავადება ან თვისფერი რაღაც შენ შეგიძლია შეამოწმო 2-ზე 3-ზე 5-ზე შენ ასე თქვა ნორმალურ დავარქვათ სივრცე და იქ უნდა იმუშაოს ამ როგორც ახლა ნიუტონი გეუბნება რომ დიდი და პატარა ბურთი რო დააჯახო ერთმანეთს ხო აჩქარება იქნება სხვადასხვა, ხო? ხო, ანუ იმას ვამბობ, რომ აი ის, რასაც აკეთებს ხელოვნური ინტელექტი ამ უზარმაზარ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, რა დასკვნებსაც აკეთებს, ანუ იმას რაღაც მაინც ბრმანდობას ითხოვს ადამიანებისგან შეიძლება მეცნიერებისგან და უფრო რთულად გასაგებია და ამიტომ შეიძლება ნდობა ნაკლები იყოს. არა, მგონია, რომ ის არის, ასე თქვა, ის რაღაც დასკვნას აკეთებს, ხო? რომელიც შემდგომ შეგეძლო შეამოწმო. ნუ გააჩნია ამოცანას, ხო? ახლა რა შეიძლება არ შეამოწმო და უჯერო და ალბათ ასე 100% ასე თქვა, ეს მართლაც ასეა და ყოველთვის და ყველგან შეიძლება არ იყოს ეგეთი დასკვნა. ანუ აი როგორ ვთქვა, ჩვეულებრივ ისე როგორც მე რო ვთქვა, შენ არ გაქვს დრო და მე მაქვს დრო და ორი დღე რაღაცა დავამუშავე, მოგიტანე და შენ უბრალოდ მთლიანად ამას ვერ ამოწმებ იმ მონაცემებს, საიდანაც მე ეს დასკვნა, დასკვნის სისტორე შეგიძლია შეამოწმო, ხო? რატო არა? ხო, მაგრამ მაინც რაღაცა ისეთი, ანუ ისევ იმას დობის ფაქტორს ხო ეშლება ჯერ ესეც უნდა მიწოდეთ. როგორც ადამიანებს ეშლებოდა თავის დროზე რაღაცის გათვლა და გამოთვლა. ძანიჭიერი მოსწავლეა თაზრებად სწავლობს და ანუ იმის თქმამ კიდე იმ თემას რო დაუბრუნდე, აი დობის ფაქტორი ახალი ტექნოლოგიების მიმართ გაიზრდება, შემცირდება თუ იგივე დარჩება? დობის ფაქტორი ახალი ტექნოლოგიები დამზადებული რაღაცა წამლების, ვაქცინების რაც იყო იგივე იქნება. უბრალოდ კიდევ ერთხელ ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება და საბოლოო ჯამში ახლა მთელ კაცობრიობას ყველას ექნება რაღაცა შესული შემოწმების და აზრის გამოთქმის საშუალება. ესეც გაიფილტრება ნელ-ნელა, რაღაცა შეწყდება, რა ხა ხმაური არის აწეული, იმიტომ რომ ნუ კაი, ეხლა ისე გენომს დაუბრუნდეთ, არ დაგვავიწყდეს, რომ 11 სექტემბრის ერთ-ერთ, ასე ვთქვათ, ტიგმირზე რაღაც პატარა ისტორია მოგვიყვება, მაგრამ გადაცემის ბოლოსთვის, მაგრამ აქ აი, როდესაც ლაპარაკია იმას, შენ ახსენე, რომ აი შეგიძლია შეუკვეთო თაგვი. კი. ასევე შეგიძლია რაღაცა ცოტა ხანში ალბათ ეს ტექნოლოგიები ესე განვითარდა, შეგიძლია შეუკვეთო როგორი შვილი გინდა, აი მე მინდა მაღალი, მეტრა რაღაცა 90, უფრო მაღალიც არ მინდა, ცისფერ თვალება, ქერათმიანი. ხო, ანუ ეს ხო შესაძლებელია. ეს უკვე შესაძლებელია? არა, შესაძლებელია კიდევ ერთხელ. ანუ გენების მოდიფიცირების საშუალებით, ხო, უკვე შესაძლებელია, რომ მე რაღაცა ბევრი ფული მაქვს, მოვინდომ რომ მყავდეს აი ძალიან კარგი სრულყოფილი შვილი, გარეგნობითაც და გონებრივი შესაძლებლობებითაც და ეს სურვილი ამოხდეს. ეს ტექნოლოგია ჯერ ისე დამუშავებული არ არის, რომ ეს გააკეთო. ეს შეიძლება შეადრო ნებისმიერ რაღაცას, თქვა, რაღაც წლების წინ მანქანა არ იყო ისეთი, რომელიც აი ესეთ გზებზე ივლიდა ამდენი ხანი თვითონავი ვერ დაიფრენდა და უცხოა ამდენი ხანი გემით ვერ გადალახავდი ოკეანეს და შემდეგ. აი იგივე იმით მიდის, თორე ესე თქვა რას უნდა დავეყრდნოთ, რა ცოდნა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ეს გავაკეთოთ, ეგ ჩამოყალიბებულია. ხო, მაგრამ აი აქ შემოდის რაღაცა ეთიკის თემა და ბევრს ძალიან ხშირად მოყავთ ესეთ ჰაქსლის მამაცი ახალი სამყარო დისტოპიის მაგალითი, სადაც რაღაცა არის სხვადასხვა კატეგორია, რომ დიდრები არიან, შეუძლიათ შეუკვეთოთ საუკეთესო, ასე ვთქვათ, მონაცემების მქონე შვილები, ღარიბები ამას ვერ ახერხებენ და მერე სამყარო
დისტოპია, მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ ყველა დისტოპია რაღაცა ნელ-ნელა ისტორიულად დიდ რეს ხონდათ მეტი საშუალება შვილების განათლება მიეცათ, მაგრამ არაფერი არ შეცვალა, იმიტომ რომ ასე თქვათ ტრანსფორმაციული რევოლუცია. ხო, მაგრამ ეს რამდენად სწორია ეთიკურად, რომ შენ მაგრამ შესაძლოა ეს ადამიანის საქმეა. მე პირადად ამას პირადად ვამბობ, მე ჩემი აზრი არ მიმაჩნია რაღაც მნიშვნელობის მატარებლად რა, მაგრამ ეთიკას ალბათ კიდევ ერთხელ რაღაცა ბუნებრივი საფუძველი აქვს რეაქცია ადამიანის, მაგრამ როგორც წესი ეს არის პროგრესის დამამოხრუჭებელი, ბევრი რაღაცის განფუჭებელი და უმრავლეს არ მეგონი ყველა შემთხვევაში ბოლო-ბოლო ირკვევა რომ ზედმეტი იყო. მე ეხლა ჩანს რომ ზედმეტი იყო, თქვათ აი 100 ლომარის კონფერენცია რაღაც სისულელები მოდიალეს, იმიტომ რომ მაშინ გაირკვა რომ შეიძლება ბაქტერიულ დნმ-ში ჩააკერო ჟირაფის გენი, ან ნიახურის გენი. ან ხახვის, ან ბაღლინჯოს თევზი არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი. იმიტომ რომ დნმ და აი აქ რამე საშიშროება არ იყოს, ხო? შეიკრიბნენ, ძალიან ლამაზი ადგილია, მე მგონი დრო ატარეს, კარგად. და თქვენ ეს ხო რა ვარ რაღაცა ჩემი აზრით ზედმეტი იყო გარდა იმისა რომ ხო შეხვდნენ ერთმანეთს რაღაცა ინფორმაცია და თავის შეხედულებები გაუზიარეს ერთმანეთს ეგ იყო და ეგა აი იგივე იქნება ზუსტად რა ანუ ან მაგის რეგულაცია არ იქნება ან რა არა როგორ იქნება რაღაცები მოუჭერენ რაღაცები ნუ ხა იყო თავის დროზე ხო ხა გალილეი რატო იყო ჰოლანდიაში გაუკეთეს ის ტელესკოპი და ზეგნების დაუბეჭდეს იმიტომ ეს ლიბერალური გარემო იყო და სხვაგან უჭერდნენ რაღაც ამდაგვარი ანუ აი ზუსტად როგორი რამხელა რა სისტრაფით წავაძლენი სათქმელია მაგრამ როგორ ვთქვა შინაარსი იგი პროცესი აი 200 წლის მერე იგივეს აღწერ, უბრალოდ ის რაც მოხდა ერთ საუკუნეში, აქ იქნება თქვა 15 წელიწადში, ან 5 წელიწადში. ხო, ძალიან მალე მოესწრებით. ხო, და ეთიკას რაც შეეხება, ჩემი აზრით, ეს არის ადამიანის გადასაწყვეტი თვითონ უნდა გადაწყვიტოს, უნდა, არ უნდა, როგორი უნდა და შემდეგ. მაგრამ შესაძლებელი იქნება. შესაძლებელი იქნება, ხო, რა თქმა უნდა. ეხლა შესაძლებელი, ახლა უშვილობაა და ეხლა ინვიტროთი შვილები უჩნდებათ, ხო? შეუძლებელი იყო და ეხლა შესაძლებელია და ну გარდა მართლა არ ვიცი სიტყვა არ მეყვარს მარაზმი მაგრამ რა როგორ უნდა მოგივიდეს თავში ეგეთი სიტყვები რო თქვა ხო ხო რო ბავშვი პრობლემურია რა ნუ ხო ნუ სიტყვები ანუ სინათლე ის ამბობს რომ აღარ მინდა სიტყვა კი არა ნუ სინათლე სიმრე ყოველთვის არის რა ერთდროულად ვერანაირად ვერ იზამშენ დროში რაღაცა გაანათო რაღაცა კუთხე ჩაბნელდება რა თქვა იქ ეს შესაძლებლობა უბრალოდ ამას უნდა როგორც არ ვიცი თქვა იმ თვარეზე რომ გაფრინდნენ ხო ობრაუნმა ეს სატურ 5 ეს რაკეტა გააკეთა იქ საჭირო იყო დათვლა იმის ამ ხელა მოცულობა აქ რამდენ საწვავს ჩადებ ის რა აჩქარა ანუ გენელები რა ფაქტიური რაციონალური მოსაწყენი რაღაც თითოეული ფაქტორი ერთად რო შეკრიბა მე დაინახავ ამის შედეგს ნუ აი ძალიან გავს თქვენი ეს რა ქვია მას ეს გავს აი ესეთი ჩიპია რომ ვიზუალიზაციისთვის ხო ჩიპია რომელიც ზუსტად რა ეს კი არა ნუ დინამიკაში ნახავე YouTube-ში რო შეხვიდე იპოვე თქვა აი ნუ ტრანსკრიპტოსომა ქვია თქვა კი პროტეომიკაც არის მაგაში ეს გაჩვენებს აი თითოეულ უჯრედში არის რაღაცა ეგეთი იმ გენის ასე ვთქვათ ზონდივით ზის რა რომელიც იჭერს შენი გენი თუ ჩაირთო და RNA-ები დაამზადე RNA-ებს დაიჭერს და თუ დაიჭერს მაშინ გაანათებს და აი ახლა ასეთ სურათი რო იყოს თქვა შენ წინასწარ იცი რა თქვა ზემოდან მეშვიდე და ქვემოთ ასე ვთქვათ ვერტიკალურად მეშვიდე ჰორიზონტალურად თქვა მე-9 წერტილი არის რაღაცა ვთქვათ რომელიღაცა გენი თქვა და ეს გენი ჩართულია ამ ვითარებაში გამორთულია ანუ ასე შეგიძლია ხელოვნურად ჩართო გამორთო რომელიც კარგი გენი ჩართო უცუდი გენი გამორთო ხო და მე შეხედა თქვა ეს შეიძლება იყოს ადამიანი ეს თაგვი ეს ღორი და დაახლოებით ერთნაირი ადამიანი და ღორი ადამიანი კონცეპტუალურად შეგვირჩევია გადაცემა კი ხო არა სტუდიის დიზაინი ხო ეხლა იცი რაზე მინდა ლაპარაკი ბოლოს რომ ჩვენ არა ვართ დაზღვეულები ახალი პანდემიისგან და ესე იგი ესეთი ამბავი იყო პირველი რასაკვირველია ერთ-ერთი პირველი ვინცაც დაურეკა პანდემიის დაწყების კორონავირუსის პანდემიის დაწყების დროს რასაკვირველია ცოტნე იყო ჩემი მეგობარი და ამბავს ლაპარაკობდით მაშინ ბევრი რამე მასწავლა და მაშინ ესე დამამშვიდა რომ ესო რა არისო ეხლა დაიწყება ბაქტერიული პანდემია ეგრე ამითქვა შეიძლება დაიწყება ეს ეს ველი ხო
ნუ ალბათობა არის იმის, რომ რაღაცა გამოთვლა შეიძლება მაინც მეტნაკლებად, ხო? ხო, იმიტომ რომ ნუ ისინი ისევე იბრძვიან თავისი არსებობისთვის, როგორც ჩვენ ვიბრძვით რა და ნუ ხან ჩვენ ვიგებთ ხან ისინი იგებენ, ხო, როგორც ვირუსები, როგორც ისე რა განსხვავება ბაქტერიასა და ესეც გითხარი რა, ბაქტერიულ პანდემიასა და ვირუსულ პანდემიას შორის ესე რომ შევასხოთ რომელი უფრო საშიშია? ანუ რომელი უფრო ექვემდებარება, ასე ვთქვათ, გატარებულ ზონებს. ერთნაირად დაახლოებით ვირუსული ცოტა საშიშია, იმიტომ რომ თქვა ბაქტერიებზე უფრო თითქოს იმუნური სისტემა ჩვენი უფრო მომართულია და ვირუსების და არის კიდე ანტიბიოტიკი, ხო? ხო, ანტიბიოტიკი, რომელიც ნელ-ნელა ილევა, მაგრამ იგივე CRISPR და ბაქტერიოფაგული თერაპია და შემდეგ თითქოს უფრო ადვილია, მაგრამ შესაბამისად ბაქტერიებმაც ეს იციან ჩვენი რა ბწყალებში და ამიტომ უფრო ეს ეზადებიან საფუძვლიანად, ხო? ხო. ნუ ახლა შავი ჭირი მაგალითად ბაქტერიული ინფექციაა, Yersinia pestis არის უბრალო ბაქტერია, შეხედავთ თითქოს არაფერი. ხოჭო 2005-ში იყო, რომ აღადგინეს ესპანური გრიპის ვირუსის გენომი. პატარა სოფელი არის ეგეთი პრევიკი ალასკაზე, იქ 83 ადამიანი ცხოვრობდა, 78 დაიღუპა 3 დღეში და ეგ მუდმივი გამყინვარების ნიადაგია და საერთო ასე ვთქვათ საფლავი იყო იქა და ეს პენტაგონის ლაბორატორიამ გააკეთა სხვა შორის ჯეფ დაუტენბერგერი ესეთი სერიოზული მეცნიერია იქიდან გააცოცხლეს. არა არის ყველა საშიში. ახლა ჩვენ დროში უკვე შენ რო ვთქვათ აი ვირუსი გააქვს, შესაბამისად იმის ყველა კომპონენტს დაშლი აწყობ როგორც გინდა დაინახავ რა არის ასე ვთქვათ მისი ძალა. ესპანური ვირუსი ხო, გრიპის ვირუსი ყველაზე საშინელი რაც აქამდე ყოფილა. არანაირად არ ჩანს, თანამედროვე ბიოინფორმატიკა ვერ თulis, ვერ გეუბნებას რატო იყო ასეთი მომაკვდინებელი. ხო, ვერა? ხო, ეს არის პირდაპირ ხა ეს რასაკეთებდა ის იმუნურ რეაქციას იწვევდა ისეთ სიმძლავრისას. თვითონ გლავს შენ ორგანიზმს. ხო, და რატო ხდებოდა ხა ცხადია რაღაც მიზეზი არის და ბოლო-ბოლო ამას ვიპოვით, ასე ვიპოვი. ხო, მაგრამ აი ეს ლინკი ციტოკინური შტორმი. ეს ჩემი ასეთ პანდემიის დროინდელი გადაცემა. ბიზინა კოლომბეგოს უყვარდა ეგ ციტოკინური შტორმი. ბიზინა კოლომბეგოს ციტოკინური შტორმი. ხო, კარგად. აი ეს არის რა. არ ჩანს, ნუ. ანუ ეხლა ვერ მოხერხდა ამ ახალი ტექნოლოგიები და გენომის გაშიფრება. ნუ ჯერ არა, გენომი კი გაიშიფრა და დავინახეთ, რომ აი თქვათ აი ეს მისი ეს ეგრეთ წოდებული ანტიგენები ეს H-ი რაღაც აი ესეთია თქვათ რა. ეს დავინახე, მაგრამ აი ეს რატო არის ესე მომაკვდინებელი? ხო, რატო იწვევს, იმიტომ რომ ნუ ეხლა რო გავცელდეს, ანუ აღადგინეს ვირუსი და რო გავრცელდეს. ჯობია რომ არ გავრცელდეს. ანუ ეხლანდელი ტექნოლოგიური წინსვლის პირობებში. ხო, არა, მაშინ წარმოიდგინეს საერთოდ ვირუსი, წარმოუდგენია რა ქონდა ვირუსი იყო, ვირუსი საერთოდ 10 წლის მერე გაიგეს რა არის. ანუ ესპანური გრიპის პანდემიის დროს არც ერთი კურსი არ ჩატარებულა გარდა დამშვიდებისა და სიცხის დამწევისა და რაღაცა ესეთი ეგონათ ბაქტერიული და რაღაც შრატები და რაღაცა ხო, არა, ეხლა ის თვითონ რაღაც იმუნიტეტი დარჩა ალბათ, რა ვიცი, გადარჩა და გვაქვს ეხლა მაგის გაზომა არ შეიძლება გააკეთეს, მე არ ვიცი. მაგრამ ასეთივე სიმძლავრის პანდემია ბაქტერიულია, ვირუსულია, რაღაცა კიდე სხვა, სავსები შესაძლებელია. და აი ეს ბაქტერიული პანდემიის შემთხვევაში აი როგორ შეიძლება ეს პანდემია წარმოვიდგინოთ, აი რა ხდება? ნუ ეხლა აი მაგალითად ეს გლობალური დათბობა ხო, რომელიც ალღობს ამ პერმაფრესტულ ნიადაგს, ეს ხდება, ეხლა ის გამოხდება ადამიანის წვლილი რა არის ეს საკითხი საკითხია. ეხლა იქ არის ასე ვთქვათ განამარხებული ბაქტერიული ფლორა, რომელიც როგორც კი ის მოდენება ის გაცოცხლდება, რომელსაც დიდი ხანია ჩვენთან შეხება არ ქონია. ან შესაბამისად იმუნიტეტი არ გვაქვს. იმუნიტეტი არ აქვს. ან ძალიან სუსტი იმუნიტეტზე სუსტვერი თქვა სასტარტო პოზიცია დავარქვათ რა, ხო? ის არის სუსტი. შესაბამისად სანამ ის ჩაირთვება და თავის შედეგს მოიტანს, იმას რამდენი ადამიანი შეეწირება და შემდეგ უკვე აი ეს საშიშროება არის რეალურად. მაგრამ ეხლა ხო შეიძლება გათვალ, აი ჩვენ რო ვლაპარაკობთ ადრე შენ ამბობდი რომ მე ვიცოდი რომ ანუ აღარ მახსოვს ეხლა ზუსტ ციტირებას ვერ გავაკეთებ რას მეუბნებოდი, მაგრამ შენ კი რა ნუ სტატიებიც იყო რომ მოსალოდნელი იყო ეს კორონავირუსის პანდემია, ხო? ეს კი, სხვა. და ნუ შენც ამბობდი რომ ეს სტატია დაიწერა, რაღაც მახსოვს ის ძველი სტატიაც ჩამიგდე. ხო, და ესე მაგრამ არავინ ყურადღება არ მიაქცია. ნუ დავარქვათ სათანადო ყურადღება არ მიაქცია. სათანადო ყურადღება არ მიაქცია. ხო, კარგად. კი, ზუსტად ასახავს, ხო. სათანადო. ხო, ესეთია. რასაც გინდა იმ მნიშვნელობას ჩადა. მოკლედ და ნუ მე საბოლოო ჯამში შეიძლებოდა უკეთესად მომზადება, უფრო მეტი ყურადღება რო. რა შეიძლება.
რა შეიძლება გაკეთებულიყო? აი თქვათ ახლა ეს იყო თან ღამურებზე გამოქვაბულებს ნახეს რომ თქვათ აი ღამურების იქ რაღაცა გადმოდინება ხდებოდა და ნუ ახლა თვითონ რაც იპოვეს თვითონ ძალიან ტექნიკური ის აი ამ სპაიკ ცილის ასე ვთქვათ მოქნილობის ეგეთი რაღაცა პატაროვანიო. ამ დროს შეიძლება თქვათ უჰანში რომ ეს მოშენებული ყავდათ ღამურები და ბაზარში მიდიოდა ამაპაპული кейფი ღამურების ჩაკაფული თუ ჩაღამურებულით და ასე შემდეგ ცნობილი იყო თან იმიტომ რომ იქ განსაკუთრებით ხო ეს სამეურნეო ის იქ იყო ეს ინსტიტუტი იქ აი იქ რო თქვა თავიდანვე მაგრამ როგორც კი ასეთ რაღაცას ამბობ იმწონს თქვა ტურიზმის ნაკადი მცირდება ამიტომ რაღაცა ხა ჩინეთია მთავრობას რაღაც თავისი ეს თათიედო დანარჩენი ხო ჯერ კიდევ 2000 პირველი ის რო იყო პირველი SARS-ის პანდემია მაშინ თან კორონა განსაკუთრებული ვირუსია ამიტომ ბევრი ხალხი სწავლობდა თქვა ჩვენ არ სწავლობდით მაგრამ გამოვიყენეთ ერთ-ერთი მისი ფუნქცია რაღაცისთვის აღარ აქვს მნიშვნელობა აი მოკლედ კიდე ერთხელ რომ დაუბრუნდეთ ამ თემას აი კორონას შემთხვევაში ვირუსული პანდემიის შემთხვევაში და კორონავირუსის შემთხვევაში ჩვენ ვიცოდით რომ ნუ უკვე ვიცით რომ ვირუსი გემართება გონია ჩვეულებრივი ვირუსი მე რთულდება შეიძლება ფატალურადაც დამთავრდეს და ძალიან ბევრი დამთავრდა ამ პანდემიის დროს აი რა ხდება ბაქტერიული პანდემიის დროს იგივე ანუ გემართება მაგალითად ფილტვების ანთება ბაქტერიული პნევმონია ხო გააჩნია რა როგორი ბაქტერიული ხო პნევმონია თქვათ იმას ქვია პნევმონია რო ფილტვებში ანუ აი ერსინია და ისინი თქვათ ასე სხლის ახლა მკეთრი რასაც ქვია ბაქტერიული ტუბერკულოზის ბაქტერიულია ხო ეგ გააჩნია რა ამას უნდა თვალყურისდევნება შეძლებს დაგვარად თავის არიდების მცდელობა ნუ ძალიანად ვერ აირიდებ თავს და ნუ ჯანდაცვის სისტემა იმათო არის მნიშვნელოვანი რაღაცა რო ხდება ისინი ყველაფერს ესე დეტალურად აღრიცხავენ ხო თქვათ და ამდენად ახლა ესპანური გრიპი კარგი მაგალითია, რაღაც ანალოგია არის კორონასთან, რომ ომის დროს იყო და ამიტომ საერთოდ ესპანური ქვია, ხო რატო ქვია, იმიტომ რომ ესპანეთში რამე იყო, უბრალოდ ესპანეთი ნეიტრალური ქვეყანა იყო და მაგათ დაბეჭდეს გაზეთებში, სხვა ყველა ამას აცენზურებდა, ასე ვთქვათ რა. ხო და ნუ ახლა იქაც რა იყო ჩინეთთან ურთიერთობა გაიზარდა, ხო, ხალხი მიდიოდოდა, გადატვირთული იყო თვითმფრინავები იყო რაღაც შემოდგომა, ეს იტალიელი ჩავიდა, იქ დახვდნენ იტალიურად, იყო ყოს ნახვევნა და დიდი ბანკეტი და იქ ჩაიტანა. გარდა მაგისა კიდევ ერთი მაგალითი იყო, რომ ჩინელების დიდი ჯგუფები ჩადიოდა იტალიაში და იქ იშლებოდნენ ნაწილი. აი რო შეხედო ამ სცენას, იფიქრებ, რომ განგებ ვირუსის გავრცელების მცდელობა. იშლებოდნენ 4 ნაწილად და მიდიოდნენ 4 სხვა ქალაქში, რა ფლორენცია, ვენეცია, რაღაცა იქ რომი თუ რაცა ინტერესებს. მერე ხვდებოდნენ ერთმანეთს. იყოფოდნენ ნაწილებად და მიდიოდნენ სხვადასხვა ქალაქებში. აი ესე იგი, აი რაღაცას რო ურევ რა, თქვა ჩაის რო შაქარი გაიხსნას, ხო? აი ესე ერეოდნენ ერთმანეთს. ასევე იყო ესპანური გრიპის დროს, ხო? გემზე დასვეს, იყო ბანაკები, იქ ნუ რა მანძილზე იყვნენ ერთმანეთისგან და რა პირობებში ცხოვრობდნენ, წარმოსადგენია და ნუ აი იქ რაღაცა შეიტანა და როგორც ცეცხლი რომ მოეკიდება ფიჩხი გაფანტული რო არის იწვის და რო შეაგროვებ იწვის. ეგ იყო და ეგ რა. ნუ ცხადია, რომ ასეთი მასშტაბის და სიმძლავრის მოვლენა ხდება, რაც არ უნდა იყოს 1 და 2 მიზეზი არა აქვს, ეს მთელი კომპლექსია და ეს ფაქტორები მუშაობენ ერთმანეთში. მათ შორის ამეთგან თავის დაღწევა, ხო, აი რაც ახსენე ხა იგივე ჩვენი კორონას პანდემიის რამდენი რაღაცა იყო ჩართული, რამაც ასე თუ ისე შეაჩერა, ხო. ეს რაღაც გაჩერდებოდა რაღაც დროს, მაგრამ ძალიან გვიან. გვიან და გაცილებით მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირავდა. კაი, მოკლედ, ბოლოს დაანონსებული ამბავი. აი 11 სექტემბრის ანტიგმირს აიდან შენ საერთოდ ლაპარაკე მათ ინსტრუქტორს, ხო, მახსოვს, ამიყვანა მაშინ 2003 წელს სან-დიეგოს ერთ-ერთ აეროდრომზე. ხო, სხვაშორის გუში რო ავარია მოხდა, კატასტროფა სან-დიეგოში, მაგრამ აეროპორტში ჯდებოდა თვითმფრინავი და ქალაქის ერთ უბანში ჩამოვარდა და ძალიან მძიმე რაღაცა მოხდა. ხო, იქ იყო მოკლედ ცოტნე არის ინსტრუქტორიც. კიდე ინსტრუქტორობ? ნე ისე რა. მოკლედ ძალიან ბევრი წელია, ორი პროფესია აქვს, არის მფრინავი და არის ეგ როგორი მეცნიერია, აქაც ძალიან კარგად გამოჩნდა. ეს ამოჭერით. არა, ესე იგი ხა ესეთი კლუბი, სადაც ბევრი ხალხი დადის და დაფრინავს რა. იმ დროს იყვნენ ესე იგი 6 ნუ არაბული გარეგნობის არანაირად გამოირჩეოდნენ, არავინ ყურადღებას არ აქცევდა
და როგორც გაირკვა, მარტო ორნი იყვნენ, ვისაც ეს ქონდა გადაწყვეტილი, ანუ უმრავლესობა იქ დასერი ხალხი იყო. იქ ტრიალებდნენ და ხა კლუბში რომ მიდიოდი, იქ რაღაცა თქვა ამინდის ბრიფინგი, თუ რუკა რაღაცა. ეხა ესე ეხა კარგად მახსოვს ისინი თვითონ, მაგრამ აი იყო შემთხვევითი ასე თქვა კონტაქტი. და ეს რიგარცა, რომელიც იყო მაგათი ინსტრუქტორი, ну, ჩემი მეგობარი დავარქვათ რა, კოლეგა მეგობარი. და ინსტრუქტორებში მოსულა ესეთი რამე, რომ თავის სტუდენტს თქვათ, ეტყვი რა, როგორც მუსიკის მასწავლებელი, მოусმინე ჩემ სტუდენტს, ხო, თქვათ რაღაცა. ეს არის დიდი ცვლილება და მე გამეცვლია ჩემი სტუდენტი, იმასაც გამოუგზავნია, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არ მოხდა, მაგრამ შეიძლებოდა მოხდარიყო. ესე იგი ეგენი იყვნენ რაღაც მაისში დაამთავრეს ისა და ერთადერთი უცნაურობა იყო ის, რომ აი დაჯდომის სწავლა მაინდამაც არ უნდათ. ანუ თავიდანვე იცოდნენ რისთვის ემზადებოდნენ. შენ სოგახსოვს რომ თავარი რომ დაჯდა, აფრენა შენებაზია დამომერმო დაჯდა, ხო? ამიტომ პირველი ამოცანა, რასაც სწავლობენ სტუდენტები არის და დასმა. ნუ სხვა რაღაცებიც არის, მაგრამ ერთ-ერთი თავი. ამას არ არის რეაქცია ყურადღება და ეს ამბავი რომ მოხდა, სამშაბათი დილა იყო და ნუ ცხადია შოკი მიიღო ყველა, მაგრამ და მეორე დღეს ეს რიკმაცეგეს გაზეთი გაშალა და თავისი ორი სტუდენტის სურათი კი რა ვუყურე. რამდენი ხანი იყვნენ მასთან, ანუ რამდენი ხანი სწავლობდნენ? 4-5 თვე რა, უცებ გაჩნდნენ. იმიტომ რომ დაშლილები იყვნენ ხო სხვადასხვა ადგილებში, ბოსტონში, ფლორიდაში, სან-დიეგოში და რაღაც 4 ცენტრში ემზადებოდნენ და ყველგან იყო ერთ-ერთი, მაშინ ამას არანაირ არ მიაქცია ყურადღება. დღეს რო შენ თქვათ, მარტო ერთმაც რომ ერთიც რომ მიხვიდე სკოლაში და თქვა რომ ფრენა მინდა ვისწავლო, მაგრამ დაждდომა არ მინდა, ალბათ ეგრევე აგიყვანენ. მაშინ აი ვერანაირად დააფიქსირეს ესა. ხო, ესე. მოხდა და შენ ველაპარაკე რიქს, პატარა ინტერვიუსი სან-დიეგოში, ხო. ხო და of course FBI მოვიდა მეორე დღესვე და ნუ არანაირი საფრთხილად. მიხნა იმათ ყველაფერი იცოდნენ წინასწარ უკვე. რაღაც გამოგკითხეს ჩვენ რომ აი რამე თუ გახსოვთ გითხარით ნებისმიერი დეტალს მნიშვნელობა აქვს ჩვენ მოზაიკურ სურათს ვადგენთ რომ ნახოთ ხო. და ეხა იმ დღეებში ეხა 4 შაბათს უკვე მოვიდნენ მეორე დღეს რა კლუბში და იქ ეხა მაშინ არანაირი გარანტია არ იყო რომ კიდე ეგეთი რაღაცა არ ხდება, არ მზადდება. კი ყველაფერი დასვეს და გააჩერეს და მოუჭირეს. სამწუხაროდ ეგეთი ამბავი იყო. მოკლედ ესეთი ამბავი იყო. მოკლედ ეს არის პლატფორმა მისმინე. გამოგვიწერეთ Facebook-ზეც, თუ არ ყავართ გამოწერილი YouTube-ზე, აუცილებლად გამოგვიწერეთ YouTube-ზეც, გამოყვებით TikTok-ზეც და Instagram-ზეც და მე მგონი დღეს ძალიან საინტერესო ადამიანი გაგაცანით, ვინც არ იცნობს, ბევრი იცნობს. არ უყვარს თავის ქებაბ, კარგი. გადავახტეთ ამ ამბავს, მოკლედ ჩვენი სტუმარი იყო ცოტნე ჯავახიშვილი. დიდი მადლობა მას და ჩემთვისაც ახლა რამდენი ხანწელია ვიცნობთ ერთმანეთს და ვლაპარაკობთ, მაგრამ ეს ინტერვიუ კიდე უფრო სხვა კუთხით საინტერესო აღმოჩნდა. დიდი მადლობა ცოტნე. მადლობა თქვენ. და მოკლედ წარმატება ჩვენს მედია პლატფორმას.